აა, მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს ბატონი დავით შერგელაშვილის სემინარი პლატონის ნადიმზე. მოკლედ გაგაცნობთ ჩვენს მომხსენებელს. ბატონი დავითი გახლავთ ჩვენი ასოციაციის ასოცირებული წევრი, ის გახლავთ ნოველისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი და ესეისტი. ავტორი ისეთ კრებულისა, როგორიც არის სიმინდის მართლებით შემოსაზღვრული ქვეყანა, ისეთ ავტორებს თარგმნის, როგორც არის ლორენცო კიეზა, კირკეგორი და სხვა. მადლობა ყველას მობრძანებისთვის და გამოხატული ინტერესისთვის და ახლა სიტყვას გადავცემ ჩვენს მოხსენებელს. დავით შერგელაშვილმა თარგმნა ჩვენი ჟურნალისტვის ძალიან ვრცელი ისეთი ნაშრომი ლორენცო კიეზას ლაკანის სემინარზე, რომელიც ეძღვნება სიყვარულზე. დღეს ალბათ ის ამ საკითხს შეეხება აუცილებლად პლატონის ნადიმის გავლით. ამიტომ სულ ყოველთვის მადლობას ვუხდი მას ამისთვის და იმიტომ რომ ძალიან რთული ნაშრომია და იმ სემინარის გაგებისთვის ყველას დაეხმარება და ლაკანის გაგებაში დაეხმარება მადლობა თქვენ ყველას რომ მოვიცით საშუალება ამ საინტერესო თემაზე მესაუბროთ თქვენთან. ჩემი თხოვნა იქნება ასეთი, რომ საუბარს გქონდეს დიალოგის ფორმა და ხასიათი. ეს არ არის შემთხვევითი, ეს ძალიან არსებითი არის. თვითონ პლატონის ტექსტებისთვის, როგორც ვთქვით, პლატონი არ წერდა ტრაქტატებს, ის წერდა დიალოგებს და საინტერესო ის არის, რომ თვითონ არც არ ფიგურები. ძალიან ძნელი დასადგენია უშუალოდ პლატონი რა შეხედულებას აქვს. სცენაზე გამოყავს პერსონაჟები და ალაპარაკებს. დიალოგის ფორმა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მისთვის თავარია ჭეშმარიტებამდე მისვლა და ეს ჭეშმარიტება უნდა დაიბადოს ადამიანის სულში და ეს შესაძლებელია მხოლოდ დიალოგში. ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ ეს ეგრეთ წოდებული პლატონური კორპუსი, ეს გენეალური, დაახლოებით 30 დიალოგი არის განკუთვნილი, ასე ვთქვათ, ხალხისთვის და არსებობდა სკოლა, პლატონური აკადემია, სადაც ესეთი ზეპირი მოძღვრება პლატონის ეგრეთ წოდებული დაუწერილი ფილოსოფია, გადაეცემოდა მასწავლებელიდან მოსწავლეს. დაწერილი ტექსტები თითქოს იყო შესავალი და ეს ეზოთერული დაფარული ყარეც არსებობდა პლატონთან. ცნობილია სოკრატეს მეთოდი, ამას ქვია მაიეტიკა. თეეტეტოში სოკრატე თავის ამ მეთოდს ადარებს ბებია ქალის გადაღებას. ბებია ქალი ეხმარება ფერმერებს მშობიარობაში, ხოლო თვითონ ეხმარება ადამიანთა სულებს, თქვათ, სოდნის დაბადებაში. პლატონურ ტექსტებსა და სოკრატეს მეთოდსა და ფსიქოანალიზს შორის, როგორც ვიცით, არსებობს უამრავი მსგავსება და ასევე განსხვავება, ხო? ეს ზუსტად რა თქმა უნდა არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს რომ სოკრატეს პლატონის მიერ გამოყვანილი ფიგურას სოკრატეს თუ უწოდებთ მასწავლებელს, რომელიც ცდილობს რომ დაბადოს მოსწავლის სულში სწორი კითხვების დასმით დაბადოს ცოდნა. ამას თუ შევადარებთ, თქვათ, ფსიქოანალიტიკოსსა და ანალიზანტის ურთიერთობას, ხო? ფსიქოანალიტიკოსი ცდილობს რომ ის რაც დაფარულია, თქვათ, სულის პაციენტის სულის სიღრმეში, რაზეც
სოკრატესგან განსხვავებით ის აქცევს ყურადღებას იმას ანალიზანტი რაზეც დუმილს ანჯობინებს რაც ვისაც ანუ ისეთის არის ხო ანუ ასეთ დაფარული და შეგოთ დაფარვას ცდილობს ხო ცნობიერად თუ არა ცნობიერად თუმცა ანუ როგორც ვთქვით ანუ ერთდროულად არსებობს რა მსგავსებაც და განსხვავებაც ხო მეთოდი ანუ პლატონსა და ფსიქოანალიზის ხო ანუ ესეთი მეტაფორა შეიძლება ვიყაროთ რომ ანუ აი ოკეანის სიღრმეში რაღაც ან მეტუზი თუ რაღაც არსებები არიან და მათ თუ ამოვიყვანთ ზედაპირზე ანუ ისინი წკდებიან რა ანუ ძნელს ცვლილებას ვერ უძლებენ ხო ანუ ფსიქოანალიტიკური მეთოდიც ასეთია ის რაც სულის სიღრმეში არსებობს რაღაც ძალიან დახარული ანუ ბავშვობაში ჩამოყალიბებული კომპლექსები და ის ამავე დროს არის მოძრავი, ამავე დროს ის არის აქტუალური, მოქმედი, ანუ თითქოს უკან დგას ადამიანის უკან და აქ ესეც რაცისთვის თითქოს ამოძრავებს მას და რომ ადამიანმა ეს გააცნობიეროს და რაღაცნაირად გადალახოს, ხო? ანუ ეს ურთიერთობა, ალბათ ბატონი გიგაც დამეთანხმება, ურთულესია რაცა უსაფრთხოა ადამიანის ფსიქიკასთან ისეთი მიდგომა, რომ რაღაცა არ დაზიანდეს, ამ ტექსტით ჩანს, რომ ალკიბიადეს მიმართება, ანუ როდესაც ხდება ტრანსფერი, ანუ ასე ვთქვათ, მიკედლება, ანუ შესაძლოა ანალიზანტი თვლის, რომ ანალიტიკოსმა იცის მასზე სიმართლე თუმცა ანუ ეს შესაძლოა ხშირად ილუზია იყოს ანუ მას ესეთი პროექცია გააჩნია ხო ანუ ანალიტიკოსის მიმართ რომ მან იცის მის შესახებ რაღაც საიდუმლო ხო და ხდება ხშირად შეყარება მოსწავლესაც ზოგჯერ უყვარდება მასწავლებელი და ანალიზანტსაც უყვარდება ზოგჯერ ანალიტიკოსი ხო და ვარცხები ფროიდი სტატიაში ფონავს გადატანის ანუ სიყვარულის დინამიური ანუ ზუსტად როგორ ქვია ხო ტრანსფერის დინამიკაში ხო დინამიკა არის ნახსენები ხო ანუ ხო იქაც რაც ამბივალენტურობაზე საუბრობს ფროიდი და აი პლატონი რაცენ უშეცდომოდ აქცენტს ყველაფერს უშეცდომოდ აკეთებს პლატონი ანუ ეს ამბივალენტურობა ანუ ერთი მხრივ გაიდეალება მასწავლებლის ან ანალიტიკოსის და მეორე მხრივ აგრესია აი პირდაპირ დესტრუქციული დამოკიდებულება ხო რაც შეიძლება მისთვისაც დაფარული იყოს და ეს პირდაპირ ჩანს ალკიბიადე როდესაც ყვება თავის ისტორიას ხო რაც მას თავს გადახდა სოკრატესთან მიმართებით ის თან აქებს კიდურეს აი სიყვარულს და პატრიოტიზმს გამოხატავს აღფრთოვანებას გამოხატავს სოკრატეს მიმართ მაგრამ ამავე დროს ამას მე მისი სიკვდილი მსურდა ანუ ეს ამბივალენტურობა აქაც ჩანს ხო ანუ მისი სიკვდილი მსურდა ხო ანუ ზოგადად ათენის აბეზარის სინდისი იყო სოკრატე და ეს ბუნებრივია რომ ალკიბიადეს გარდა ალბათ ბევრს სურდა ხო ანუ ეს არ უყვარდა არც სიამოვნებით ხო როცა სიტყვაჩონ ან აღვიძებენ რაღაცნაირ ის მომხიზლებას ცდილობენ და როგორც იცით ესე იულად მოიშორეს ხო სოკრატე რაღაც საქმე შეუთითხნეს და რაღაცნაირ ნაჩქარევად ანუ სიკვდილით დასაჯეს ხო ხო ანუ სოკრატეს შესახებ რა შეიძლება ითქვას არის რაღაც დამახასიათებელი თვისებები ეს არის რა თქმა უნდა თავდაჭერილება პირველად ნიცშემ შენიშნა რომ ან ნადინის სოკრატე იგივეა რაც ფეტონის ჰონორაიბულის ლიჩა რომ სიუხვე სიმდიდრე ნადინი ან ქეიფია ან თვესაც ფართო რაღაც არის ხო ანუ სივრცე ყველა გაგებით რაღაც ერთი ფართე ის არის სივრცე გაგინა და
მეორე მხრივ სივიწრო დილეგში სიკვდილი მისჯილი ჩაგდებული სოკრატე და არცად თავს არ კარგავს არც დილეგში და არც კეიფში ანუ თავს არ დებს უფრაზე და ანუ ამას განზრახაკეთებს პლატონი ანუ ყველა თხრება ბოლოს რჩება სამი ადამიანი იმ სამიდანაც ორი იძინებს და ბოლოს რჩება სოკრატე ანუ ის არის თავდაჭერა არის რაღაცები პლატონის ტექსტში რაც მუდმივად ფიგურირებს და რასაც უნდა ვითვალისწინებდეთ თუ სულს გავიგოთ. ანუ პლატონი დიდი მწერალია და ხა ისე რომ გავყვეთ რაღაც ანუ როგორც მწერალს, ანუ თუ ამ სტრუქტურებს და ამ სქემებს და რაღაც კლასიფიკაციებს არ გავითვალისწინებთ, ხო, ან პლატონის გაგება შეუძლებელი და ის რაც რაღაცა არსებით და დამახასიათებელია ეს რა. ანუ რო გამოყავს სოკრატე, ანუ ის ძალიან განგებ ან გააზრებულად აკეთებს ყველაფერს და ასე ვთქვათ ანიჭებს სოკრატეს იმ თვისებებს რაც სოკრატეს ანიჭებს განუმეორებლობას რა ანუ სოკრატე არის მიუბაძული რა ძალიან ბევრი აქ ნადიმის დასაწყისში აღნიშნულია რომ არისტოდემოსი ბაძავს იმას მაგრამ სინამდვილეში სოკრატე არის ანუ მიუბაძული ხო ანუ თავდაჭერილობის გარდა რა თვისება არის სოკრატეში მიშელ მონტენი ამბობდა რომ სიბრძნის საუკეთესო დამადასტურებელი ნიშანია მუდამ ხალისიანად ყოფნა. ხო, ანუ ესეთი არის, ხო, სოკრატე ის არ არის როგორც ქართულ ფილმში არის ნატურისხეში ეს ციკორეძია, ანუ თვითონ ტრადიციების დამცველი ეს მიღაბი რომელს უკან ემალება რაღაც სიკვდილის თქმა, ანუ სიცოცხლის მოძილეობა და რაღაც, ხო? ანუ ამ გაგებით მორალისტი და ამ გაგებით ის არის რიგორისტი რა ანუ მორალი მისთვის არის სიხარულის წყალ ხო ანუ სოკრატეში არის ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ მან რაღაც კიბე გაიარა ძალიან მნიშვნელოვანია პლატონთან არის ეს სქემა 4 საფეხურიანი კიბე და ასეთ რაღაცას ხვდებით ნადიმში ესე იგი ეს კიბე ამაღლების საფეხურები ხო არის ასე ვთქვათ განსწავლის პერიოდი რომ ადამიანმა უნდა გაიაროს განსწავლა მორალური კათარზისი და აი ძალიან უცნაურ რაღაცას ამოს პლატონი უეცრად ანაზდეულად უჩეშმარიტების ცდომა ხდება ანაზდეულად და ლაპარაკობს შემოbrunებაზე ანუ ის ცნობილი გამოქვაბულის მითი ასე ნიშნავს აი მრავალი ნივთების სამყაროს და ამ სამყაროსკენ როდესაც ადამიანს ზერა მიმართული ის ვერ წდება იმ ჭეშმარიტებას ახლა მეთოდა მოუხმობა ასეთ რაღაცების საუბარი მე უშუალოდ ჩემ პოზიციას კი არ ვაფშე რომ პლატონთან როგორც არის ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს რაღაცა ენთუზიაზმი ეს შემართება ეს თავისებური მენტალური და ყველანაირი ჯანმრთელობა რომ სიმხნე რომ შეიძლება ამ კიბეზე ასვლა და როგორც ნადიმშია ასე ან მრავალი ნივთების სამყაროს უნდა მზერა მოაბრუნო ამ სამყაროსკენ რათა წოდე იმ საწყის რა და აი სოკრატემ ეს გზა გაიარა მან იცის რომ რაღაც ასე თქვა პატერნები არსებობს რომ ეს რაღაც კანონზომიერებები არსებობს ეს კანონზომიერებები არ არის ინდიფერენტული ანუ თქვა ეთიკაში რაც არის სიკეთე ეს არ არის ასეთ გაყენებული, ამას ქმედითი ძალა აქვს რა. ძალიან მნიშვნელოვანია პლატონის უმაღლესი არის ეს სიკეთის იდეა. ხო და მისი ეს მუდამ სიმხნევე და კარგ-ხასიათს ყოფნა აქედან გამომდინარეობს. ხო ანუ უბრალოდ ასე ვთქვათ, სულელი ან შეშლილი კი არ არის და რაღაც ესე აი ბულუქულოთ რაღაც. აი ეს ამას რაღაც საფუძველი აქვს რა. და შეიძლება ითქვას რომ აი ეს სიტყვა მაპატიის მაგრამ ამ პლატონზე სოკრატესზე ვერ გავანსხვავებთ როცა ეცნობათ მორეს უძისოთ რა ანუ რაშიც ვერ უკაჩავენ რა პლატონს არის ზუსტად ეს ანუ ჭრეტა რა რომ აი აქამდე ამაღლეს ადამიანი მით უმეტეს დღეს ლაკანი მერვე სემინარში ამბობს პირდაპირ რომ ანუ ეს სიყვარულმა დაკარგა კავშირი ანუ როგორ ამბობს სამროსინში ხო სილამაზისთან ხო ეს ძალიან ისეთი უცნაური გამონათქვამი ხო ნუ აქამდე
მივას, ხო? ანუ ლაკანი პირდაპირ აცხადებს, რომ ის რაც მთავარია, არა მარტო ნაბიჯანის ზოგადად პლატონთან, ეს არის ფიქცია. ანუ ფაქტურად პლატონური კორპუსი ამით საერთოდ იშლება და ინგრევა. ანუ ესე იგი პლატონი ლაპარაკობს უმაღლესი სიკეთის იდეის ჭრეტაზე და შემდგომ მასში დაფუძნებაზე. თუნდაც ეს იყოს მოქალაქეობა, პროფესია, ანუ ადამიანის ცხოვრება. უბრალოდ გავიხსენოთ რას ამბობს დიოტიმა, ხო? ძალიან უცნაური ტექსტი არის. სოკრატე რომ ორდება, გაორება ხდება, ან თვითონ კი არ ლაპარაკობს, აი ქალი იყო დიოტიმა და ანუ მან მასწავლა რაღაც ისეთი სიბძნე ან მაზი არა, მოსიბძნეს, ხო? აი ისეთი უბრალო პასაჟი არის. თითქოს არავინ არ აქცევს ყურადღებას. და ანუ დიოტიმა რას ამბობს, რომ არანაირ კავშირს არ აქვს მნიშვნელობა თუ ადამიანს არ აერთიანებს სიკეთე. ეს ხა შესაძლოა მე ამიტურად ზრედეს ან რაღაც მაგ საბეგზოლო ხავით ის ზრედეს, მაგრამ როგორ დაუკვირდეთ, ხო? აი თქვა რომ სასიყვარულო კავშირი ან ცოლქრობა ან მეგობრობა, რამდენი სამეგობროა არის. აი რამდენს აქვს გააზრებული ეს და რამდენ წუთს აკავშირებს გააზრებულად ის, რომ აი გაერთიანებდეს სიკეთის იდეა. ეს სიკეთის იდეა ნიშნავს იზოლირებული სიკეთეს და იზოლირებულ ბედნიერებას. ეს არის ყოველთვის ზოგადიანი. პლატონი მაინც ყოველთვის პოლიტიკოსია და აი სოციალურად ძალიან ისეთი აქტუალური ავტორი არის, ხო? და ანუ აი რამდენ ადამიანს ან რამდენ სამეგობროს მე ძალიან თითქოს არ მეგულება. ანუ ყველა მეგობრს სამეგობრო ცდილობს, აი რაც შეიძლება თქვა თუ ფულში შოუს და ასე დროს ატარებს, ანუ მეტი ვერ წარმოუდგენს, აი რა სიკეთის იდეა, ხო? ანუ ამ დროს პლატონი აი ამას ამბობს, ანუ ეს ელემენტი აი ცოლქრობას რაც შეეხება არის, აი აქვე პირდაპირ შეიძლება თქვა ჯოჯოქეს წობს მრავალი წული ერთმანეთს, ხო? ანუ აქ მარიცემს წული მე ციხეში ჩააგდეს და ანუ აი რა სიკეთე, ანუ პლატონი ამას ამბობს, რომ მნიშვნელობა აქვს არა იმას, რომ ანუ თქვა ეს ცოლქრობა იქნებ გავაფორმოთ ყველანაირად ფორმალურად, ან მნიშვნელობა აქვს არა ესეთ იდენტიფიკაციებს, აი თქვათ ეროვნული იდენტიფიკაცია. ანუ იმას განაცხადოთ, რომ სუდი არის, ხო, ან თქვათ ეროვნება, ან პროფესიასთან იდენტიფიკაცია. უბრალოდ ისე ამბობს, აი დაფუძნება უნდა მოხდეს და ჯერ გააზრება და მე გააზრებულად დაფუძნება და მე ამას უნდა ეყრდნობოდეს ეს დანარჩენი ყველაფერი რა, თქვათ ქართველობას და სულმოეში იმასაც გვართმენ და რაღაც და ხო, ანუ ასეთი რაღაც არის. ანუ ცოტა ისე სიმწოვე ამერია, მაგრამ ძალიან ძნელია პლატონზე საუბარი, საერთოდ ისეთი ავტორია, კარგი გაგებით ცვიერი ავტორია, მუდმივად ხელიდან გისხდება რა, საერთოდ ასეც არის ცნობილი. ალბათ ეს ყველა გენიოს ახასიათებს. ხო, ანუ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესე იგი დიალოგს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მაიუტიკას და ანუ ეს ტერმინი რაც ნიშნავს ეხმარება სულიერი ცოდნის შეგონ მაიუტიკა არის სამი სახის. ესე ერთნიშნულად ერთი არ არის. ერთი არის, როდესაც ამ კითხვა-პასუხის რეჟიმში სოკრატე ანახებს ადამიანს, რომ მისი სული არის უნაყოფო. მეორე სახის არის, როდესაც მასში არის მცდარი შეხედულება და ამ პროცესში ცოტა ხისტი არის, ან სოკრატეს მეთოდი და ამ მცდარ შეხედულებას აშუქებს. და მესამე არის, როდესაც სული ფეხმძიმეა ნამდვილი ცოდნა და ამ დროს, როდესაც სული ფეხმძიმეა ჭეშმარიტებით და ნამდვილი ცოდნის, მისი მეთოდი უფრო რბილია და თითქოს მართლაც ეხმარება მშობიარობის პროცესში. პასკალი ამოდა საოცარ სიტყვას. ნუ გეშინის შენ არ დამიწყებდი ძებნას თუ უკვე არ გიპოვნია. ეს არის ძალიან დამახასიათებელი პლატონისთვის. პლატონი ხშირად მითებს მიმართავს. ესეც არ არის მარტივი მითის წერა, ძალიან დიდი ლიტერატურული ოსტატობას მოითხოვს და ანუ ძალიან დიდი აზრი დებს მითებშიც, ზღაპრებშიც.
ну ასეთი არის პლატონი რა უდახვეწილეს ლოგიკოსიც არის მაგრამ ხშირად მითებსაც მიმართავს ხო ასეთი მითი არის ფედროში რომელიც ну ასე სიყვარულის თემას ეხება სამწუხაროდ ქართულად ჯერჯერობით არ გვაქვს ეს დიალოგი რომ ანუ სული არსებობდა დაბადებამდე რა ანუ ხა განშობილი კი აი თითქოს არჩევანს აკეთებს სული ვიცით რა არის ეს რაღაც ისეთი რაღაც ესე ვთქვათ უშინაარსო რაღაც ის კი არ არის მას მონაგონი ამბავი ხო ან აქაც ვეძებოთ ფსიქოლოგიური სიმართლე ხო რომ მაინც ადამიანი ხო ანუ რატო არის ვთქვათ მათემატიკოსი გახდა აი რატო გახდა მათემატიკოსი ან მუსიკოსი რატო გახდა ვასილი რამდენს დაეცა მაგრამ არავის არ მოგუჩენია ეს მიზიდულობის კანონი ხო ანუ რაღაც წინასწარ განსაზღვრული მონაცემები არც აქვს ხო თანდაყოლილი ხო პლატონი ნუ ახლა ამას მითების ენაზეა რომ ესე იგი არსებობს დაბადებამდე, ანუ მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სქემა, რომ სამყაროს გაყოფა, ესეთი ხაზის ანალოგია ქვია, ეს არის ონტოლოგიური სქემა, ასევე არის ანთროპოლოგიური სქემა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სამყარო და ადამიანი ურთიერთკავშირში ერთმანეთთან, სამყარო იყოფა ორ ძირითად ნაწილად, ხილული, რომელიც თავის იყოფა ორად და გონიცაწვდომი, რასაც ფიზიკური თვალებით ადამიანი ვერ ხედავს. ის გონიცაწვდომიც იყოფა ორ ნაწილად. ხო და უმაღლესი საფეხური არის ის მეოთხე საფეხური. ხო საგანძე უნდა ამაღლდეს და ფილოსოფოსი პლატონის მიხედვით არის ის, ვინც ამაღლდება იქამდე და არა უბრალოდ ჩეულებრივი დიპლომირებული ფილოსოფოსი. ანუ ჭორეთას აქვს რა პლატონთან დიდი მნიშვნელობა ხილვას. ხო ანუ არა ეს ინტელექტუალურ დონეზე გაგებას, არამედ აი უნდა ხილვამ უნდა დაინახოს. აი იქამდე უნდა ამაღლდეს ადამიანი. ხო ანუ ხო ცოდნაზე ვლაპარაკობდით და ამ ვთქვათ ჰუპერ ურანოს როგორც ბერძნულად წერია პლატონის ტექსტში და ანუ ესეთი ცნობილი ესეთი თეორია ხო რა ეწოდება იდეათა თეორია ხო რასაც ფიზიკური თვალებით ადამიანი ვერ ამჩნევს ხო და მითს ყვება პლატონი რომ იქ უში ჰუპერ ურანოს სამყაროში სული უშუალოდ ჭრედა ამ კატეგორიას, ხო? ან პლატონთან არის ხუთი ძირითადი კატეგორია. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ანუ მსგავსება, განსხვავება, მოძრაობა, უძრაობა და ყოფიერება. და ამ ყველაფრის მიღმა არის სიკეთის ან სათნობის იდეა. ბერძნულად ქვია აგათონ. ანუ რო არ გამომჩეს, აი ვიტყვი მაშინ რომ ანუ მასპინძელი ამ ნადიმის არის აგათონი. ბერძნულად ანუ ეს არის ანუ აგათონთან მიდის სოკრატე და ამიტომ არის მუდმივად ფეხშიშველის სოკრატე ამ შემთხვევაში არის მორთულ მოკაზმული. ეს შემთხვევით ეს ერთი გამონაკლისია, როცა მორთულ მოკაზმული არის სოკრატე, ხო? ხო, ანუ და ის ამბობს რომ თავისებური ცოდვა დარჩენასაც გამოდის, რომ როდესაც სული ან მას ფრთები ემტრევა, ანუ რაც უფრო ხანგრძლივად ჭრეებს ის ამ იდეათა სამყაროს, როცა ის ანუ იბადება ამ ქვეყნად, ეს განსაზღვრავს ანუ მისი შემეცნების უნარს. თუ ძალიან ხანმოკლე იყო მის ჩვენთვის არის ძალიან დაბალ საფეხურზე დგას და მას აღარ აინტერესებს მეცნიერებები, თქვა ფსიქოლოგია, ხელოვნება, ფილოსოფია, ასეთი რაღაცები აღარ აინტერესებს. თუ დიდხანს გაგრძელდა ეს ჭრეთა, ანუ შემდგომ უკვე მისგან გამოდის ეს მეცნიერება და ხელოვნება, ხო? ხო, და ანუ რა არის აქ მნიშვნელოვანი? ეს კატეგორიები, რაც თქვია, ხუთი, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდე არსებობს ანუ ესე იგი ყოფიერება, მსგავსი, განსხვავებული, მოძრაობა და უძრაობა. სხვადასხვა არის აზროვნების ესე იგი ინსტრუმენტი განსხვავება და მსგავსების რა თქმა უნდა, აი ადამიანის ფსიქიკაში ცდებს და სამყარო ამის გარეშე არც სამყარო ვერ არსებობს. აი წარმოგიდგენთ რო არ შეგვიძლია განსხვავება. ეს არის მთავარი მასტრუქტურირებელი კომპლექსი. ანუ წარმოგიდგენთ რომ არ არსებობდეს, ანუ რო არსებობდეს მარტო მოძრაობა. ანუ სამყარო ხო ვერ არსებობს მარტო მოძრაობა. ანუ განსხვავება არ შეგვიძლია. ანუ მე ამ ნივთს იმიტომ ანუ აქმაზე აქვს ვიყარე. მე იმიტომ აღვიქვა ესენი ყველაფერი ერთდროულად იმუშავებს რა. ენაც არის განსხვავებები. ეს ერთი ხონობა ორგან განსხვავდება ერთის.
აღნიშნული იმდენად ფუძლება, რამდენიც ძერ განსხვავებული სხვა აღნიშნულების. და სწორედ აი ბორხესმა ეს ძალიან ადრეულ ასაკში იცოდა და ის შესანიშნავად იყენეს თავის ნაწარმოებებში ამ კატეგორიებს და ეს არც ისე რაღაც აბსტრაქტული და განყენებული არის. უბრალოდ ბორხესი თავის ამ მოთხრობებში, ხო, ანუ მაგალითად განსხვავებულის კატეგორიას აი ძალიან უსტატურად იყენეს. მაგალითად ის პიერ მენარი არის ასეთი მოთხრობა და იქ არ ვიცი, საოცარი შედევრი არის ეს. და ანუ ხო, ანუ ეს არც ისე აბსტრაქტული და განყენებული არის, ხო, ეს კატეგორია. აი, მაგალითად, ეს რო გადავიტანოთ ეთიკის კატეგორიაში, ხო? ანუ განსხვავებული არის, თქვა, ბოროტი, ანუ ადეკვატიო, ანუ ეს ადეკვატური არის სიკეთე, ხო? და ადამიანის ფსიქიკა როგორ არის, ხო, მოწყობილი? ბოროტება უნდა ამოვძირკო. ანუ რა სამყაროს კანონს ამოვძირკო? ვერა, ანუ გილგამეში, აი, სოფიო ლიტერატურის უძველესი ძეგლი იქვე უკვე ჩანს ეს პრობლემა. გილგამეში და მისი მეგობარი ენქუდუ აღიძვებიან რის გამო, რომ ქვეყნად ბოროტება უნდა დავამოერწყო. და ეს მის მერე მოდის და უნდა გრძელდება. დონ კიხოტით და ანუ ჩვენ რატაც უდაშლიათ, ანუ ცდილობენ ამას. ანუ ესეთ განყენებული თვითონ აბსტრაქტული კატეგორია ეთიკაში გადმოიტანოთ უკვე განსხვავებული ხდება ბოროტებას განსხვავებულს ებრძვის ადამიანი, მაგრამ უბრალოდ იმას ვერ ხდება, რომ ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. რაც ცია ესე რამგილი ამის ვეღარავთ ხალიოს ძალიან ესე განსხვავ გამიძელდება. ხო, ანუ ის თქმა მინდოდა. დაცემის შემდგომ ანუ რეალურად ადამიანი იძლევა ეს იმასაც თვითონ არა, ანუ თავისგან განსხვავებას. განსხვავებას კი რაც ის ნაკლებობასაც. ხო, ნუ ამაზე აკეთებს აქცენტს კი ლაკანი, რომ ანუ ეს ნაკლებობა, ანუ სიცარიელე სწრაფს, კი, სწრაფს, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ანუ შეიძლება გავაგრძელებ იმის თქმა მინდოდა, რომ ანუ პლატონის მიხედვით სული ამ ქვეყნა და ივიწყებს და ვეღარ ხედავს იმ კატეგორიას. ანუ ამ ხუთი კატეგორიის გარდა არსებობს კიდევ უამრავი, თქვა, სამართლიანობა, თქვა, ბონიერება, ზომიერება, მშვენიერება და ასე შემდეგ. და აი ასეთ გენიალურ რაღაცას ამბობს პლატონი. ამ ყველაფრის ვეღარ ჭირებს უშუალოდ ადამიანის სული, არსებობს მხოლოდ ერთი გამონაკლისი და ეს არის სილამაზე. ან უშუალოდ ადამიანი ამ ქვეყნად ჭირებს მხოლოდ სილამაზეს. ანუ აი ალბათ ყველას ასე მოგწია ასეთი რაღაც ანუ სილამაზეში გულისხმობა თქვა ადამიანის სილამაზეც, ხელოვნების ნაწარმოების სილამაზეც და ასე შემდეგ, ხო? აი თქვა თითქოს გარემო ყოფილება რაღაცნაირად თითქოს აი უღამო აი რაღაცნაირად ისეთი რა ნაცრისფერი და აი რაღაცნაირად სილამაზე ან ლამაზე აქ მაგალითად აფხორცობაზე არა ზუსტად აფხორცობა არის მიუღებელი თქმა უნდა პლატონისთვის და ანუ თქვა გამოჩენ ხო ლამაზი ადამიანი და მატულობს რაღაცნაირად ეს ტონუსი იცებს ხო ანუ ეს იგივე შეიძლება მოხდეს ხელოვნების ნაწარმოების მიმართ ხო ხო ანუ ესეთი ტერმინი არის პარუსია ეს არის ყოფობა ანუ პლატონი ამას ეს არის იმ მიღმური იმ თვალით უხილავი სამყაროს და შეგრძნება ანუ ადამიანი ამას პარუსიას ამას უწოდეს რომ გძნობს სილამაზეს ირანელი პოეტი იყო სოჰრაბ სეფეხრი მას აქვს ასეთი ლექსი ქალი კოშკის კარიბჭესთან იდგა მარადიულობისგან მოქსოვილი სხეულით მივედი ახლოს მზერა უფრო ტაფიო გახდა სიტყვა იქცა ფრთად ვნებად გზნებად ჩრდილი მზედ იქცა აი წმინდა პლატონიკოსი აქ სოქრატეს ეფეხი ანუ აქ როგორც დოსტოევსკი ამბობდა ანუ სილამაზე არის საიდუმლო ყოველ სულად ამბობდა რომ გასათა ეტა ტაინა ანუ აქ არის ასე ვთქვათ, შეიძლება არსებობდეს ორგვარი მიდგომა. ანუ ერთი არის ეს, რაც ახსენეთ ხან მაინც ავხორცობა, რაც დაუფლება და რაღაცა და ამით შემოსაზღვრა და შემოფარგლა, ასეთი მიდგომაც შეიძლება იყოს სილამაზის, მაგრამ ეს თავისებური გამოწვევა არის.
პლატონის მიხედვით სილამაზე არის საწყისი იმკიბე, ანუ იმკიბის დასაწყისი. ანუ უნდა ამაღლოთ, სილამაზე უნდა გვაძლევდეს იმ ენთუზიაზმს, რათა ამაღლეთ და მივახციოთ იმ უმაღლეს, ასე ვთქვათ, სათნოების იდეას, ხო? ну ეს ძალიან ესეთი ფუნდამენტური არის რა პლატონთან. ალბათ ამიტომ ამბობდა ლაკანი, რომ ანუ თანამედროვე ადამიანისთვის სიყვარული აღარ არის დაკავშირებული სილამაზესთან. ხო, ანუ უფრო შეიძლება ითქვას ერთმა თანამედროვე ქართველმა მწერალმა გაიხურა სილამაზის ტირანიაში ცხოვრობ. ანუ გაიჭა, ახლა პლატონურად ვთქვათ, სილამაზის ზღვა ხდება და ანუ თანამედროვე ადამიანისთვის ასეთი რაღაც ენთუზიაზმი, რაც პლატონისთვის არის დამახასიათებელი, უცხო არის და შესაძლოა საერთოდ ცოდნაც არ ქონდეს თანამედროვე ადამიანს და ამიტომ აღნიშნა ლაკანმა, რომ ანუ ეს კავშირი ფაქტურად გაწყვეტილია. ხო, ანუ პლატონი და ალკიბიადე. ლაკანი ამბობს, რომ ალკიბიადე არის სოკრატე და ალკიბიადე. არის სოკრატეს დემონი. პირიქითაც შეიძლება ითქვა, რომ ორივე არის დემონური პიროვნება. დემონური ანიშნავს მაინც ანუ არ აქვს ის უბედითი მნიშვნელობა, რაც შემდგომ შეიძინა ქრისტიანობაში. ანუ ქრისტიანობაში ანგელოსი რასაც ნიშნავს, ანგელოსი არის მაცნე. საერთოდ და ადამიანის შორის იგივე არის ეს ანტიკურ სამყაროში დემონი. ანუ ის მუდმივად მოძრაობს და აქედან გამომდინარე სოკრატე ანუ სოკრატე არის ატოპიური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, აი, კი შესანიშნავი თარგმანია, დიდი ღვაწლი აქვს ჩანაგრებაძის, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ თვითონ თარგმანი კი არ არის იმდენად არასწორი. უფრო ესეთ რაღაცები უფრო კომენტარებში უნდა იქნეს გამოტანილი. აი, მაგალითად, ერთი პერსონაჟი ეუნება აქ სოკრატეს. რა უცნაური ხარ. მაგრამ ორიგინალში არის ატოპოს. უარყოფითი ნაწილი, ტოპოს ადგილი, ანუ ატოპოს, ესე იგი ატოპიური ხარ. ანუ ქართულად კი შეიძლება თარგმნო როგორც უცნაური, მაგრამ ეს არის უნიშნულოვანი ესე. ისევე როგორც აი ერთგან წერია რომ რა ჰიუბრი ორიგინალში არის. კი, ტოპოს, ანუ ატოპიური არის. ანუ ატოპიური ნიშნავს რომ არანაირ კლასიფიკაციაში, ანუ ის არ ძდება, მისი დაფიქსირება ესე მყარად შეუძლებელია რა, ეს მუდმივად მოძრაობს, ხო? ხო, ანუ დემონი ამას ნიშნავს, დემონური არის და ატოპიური არის, ხო? ანუ ხო, სოკრატე და ალკიბიადე. პლატონს აქვს დიალოგი პირველი ალკიბიადე. მე მიმაჩნია რომ ეს არის შესავალი, ანუ ნადიმის წასაკითხა და გასაგებად, ანუ აუცილებელია რომ წავიკითხოთ პირველი ალკიბიადე. ანუ ალკიბიადე იყო ისტორიული პიროვნება, ანუ ათენი აწარმოებდა რომს და ესე ვთქვათ, დემაგოგი და ავანტურისტი პოლიტიკოსი იყო. ანუ დიდი ის გააჩნია ორატორული ნიჭი და ანუ ალკიბიადე და ნიკიასი იყვნენ მეტოქეები. ალკიბიადე არწმუნებდა ხალხს, რომ დაიწყოთ მეორე ფრონტი გავხსნათ, სიცილიის ექსპედიცია. ნიკიასი ამბობდა, რომ ეს არის სიგიჟე. ეს არის წარმოუდგენელი, ჯერ სპარტასთან ომი დაგვინთავრებია და მეორე ფრონტი. ანუ დღესაც მე მგონი სიტუაციაში ვარ, სოფლიო არის მაგ სიტუაციაში და ხალხმა დაუჯერა ალკიბიადეს. ანუ ალკიბიადე ამას განა არაცნობიერებდა, ისე უნებდა, რომ ანუ როგორც ჰეგელიანური მეტრი და ეს ბატონი, ანუ ვინც არ არის გავს, ანუ ის არ არის ბატონი, ხო? ალკიბიადე ამბობდა, რომ ანუ კი, ასეა, უნდა გავრისკოთ, მაგრამ თუ არ გავრისკოთ, ანუ მაშინ რა არის, ხო, ზუსტად. და ამ ხალხმა დაუჯერა ალკიბიადესთან, ახლა ეს ძალიან დრამატული ამბებია, ხანმოსტაცულებით მოყვებით. უბრალოდ მის თქმა უნდა, რომ აი ასეთი ადამიანი იყო, გამოყავს პირველ ალკიბიადეში და სხვადასხვა აი პლატონთან არის რაღაც ყოველთვის არსებობს წესი და ამ წესს აქვს მუდმივად ერთი გამონაკლისი. მაგალითად, სოკრატეს ყავს სულში დემონი. ანუ ამას რაღაც კავშირი აქვს ალბათ ფსიქოანალიზთან. ფროიდი ამბობდა, რომ ეს არის სუპერ ეგო. ანუ სოკრატე ამბობდა, რომ ეს დემონი მუდმივად რაღაცას მიყიდა და არასოდეს არ მეუნება, რომ ეს გააკეთე. ანუ არ მიბიძგეს. მეუნება მხოლოდ ეს არ გააკეთე. და ეს ფროიდი ამბობს, რომ ეს იყო სოკრატეს სინდისი, ანუ სინსტაცია რა. ის რომელიც ფუნქციას მხოლოდ ამგზავრა, ნებას ართავ.
და მაგრამ ანუ უყურეთ როგორ არის, აი ასე არის ყოველთვის გაკეთებული პლატონის ტექსტები, რომ ეს არის დამახასიათებელი წესი, მაგრამ ამ წესს ყოველთვის არ გამონაკლისი. და ალკიბიადეში არის ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ეს დემონი უბრძგეს, რომ აი მირი და დაელაპარაკე რა ალკიბიადე. ალკიბიადე არის ახალგაზრდა, შემოდის 20 წლის წინ ახალგაზრდა და არის ქვეყნის დამპყრობელი, ნუ ზის მასში მაკედონელი სოკრატე ეუბნება, ანუ დასავლეთი რო დაიპყრო გაჩერდები აღმოსავლეთის ხომ მოგინდება, ანუ ფაქტურად ალკიბიადეს ისა ალექსანდრე მაკედონელის წინამორბედია რა. და ან ფაქტურად რაც წერია სახარებაში რომ რას არგებს ადამიანს თუნდაც ქვეყანა მოიგოს, თუ კი სულს წარიწმის. ხო, ანუ ასეთი რაღაც ამ ფრაზის ილუსტრაცია არის პირველი ალკიბიადე, ანუ სოკრატე უმტკიცეს, რომ უთავრესად იზრუნოს საკუთარ სულზე. შემდგომ მიშელ ფუკომ ესეთ საკმაოდ სქელტანიანი ნაშრომი დაწერა, სუბიექტის ჰერმენევტიკა და იქ ძალიან ბევრს საუბრობს ამას ეპიმელეია, ანუ საკუთარ თავზე ზრუნვა, რაც ნიშნავს საკუთარ სულზე ზრუნვას, რაც ნიშნავს საკუთარი თავის მართვას. ანუ სოკრატე იმაში ამხელის ალკიბიადეს, რომ შენ გსურს სხვების მართვა, მაგრამ არ შეგვიძლია მართო საკუთარი თავი და ანუ მოუწოდეს ამისკენ, რომ ანუ ეპიმელეია იზრუნე საკუთარ თავზე, ხო? იზრუნე საკუთარ სულზე, ხო? ხო, ანუ აქ ესე ცოტა პასიური როლი აქვს ამ დიალოგში, პირველ ალკიბიადეში ალკიბიადეს, ან მუდმივად ეთანხმება და ამ პირობასაც აძლევს, რომ იზრუნებს საკუთარ სულზე. თუმცა როგორც გადაში ვხედავთ, ამ პირობას არის არ ღვეს, ხო? ახლა ანუ რა თქმა უნდა ეს დაწვრილებით ვერ ვილაპარაკ, აი კეთვით დაპასაჟზე შევჩერდებით. ანუ დასაწყისზე ვისაუბრებთ არისტოფანეს სიტყვაზე, დიოტიმას სიტყვაზე და შემდგომ ეს თრალი მეგობრები ალკიბიადეს მეთაურობით რომ შემოიჭრებიან, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ანუ როგორც აღნიშნეთ, თან ძალიან დიდი ლიტერატურული ოსტატობა ახასიათებს პლატონის მიერ შექმნილ ტექსტებს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვა დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. დასაწყისი არის განზრახ ესეთ ბუნდოვანი. ანუ როგორ იწყება? ვიღაცამ მოუყვა ერთ ადამიანს, მე იმან მოუყვა სხვას და ანუ რატო აკეთებს ამას? ხო, პლატონი, რომ ეს არის ესეთი აი გაურკვევლობის ბურუსია. და ეს ნელ-ნელა უნდა დაიძინოს, ნელ-ნელა უნდა ამაღლდეს სიცხადემდე მივიდეს. სიცხადეს მიღწევა ხდება უკვე დიოტიმას სიტყვაში რა. როცა სოკრატე ორდება და ამბობს აი თავის თითქოს ქალურ საწყის წარმოაჩენს, რომ ანუ ქალმა მაზიარა ჭეშმარიტებას და მე კი არ ვლაპარაკობ აი ის, ხო? აი ეს არის კულმინაცია და ამასაც ნიშნულობა რომ შინაგანი სტრუქტურა არის ესე თქვა პირამიდა. პლატონის ტექსტებს აქვს ეს სტრუქტურა რა, პირამიდის ფორმა. ანუ მუდმივად ხდება ეს ამაღლება, ჭეშმარიტებამდე ასვლა და შემდგომ ჩამოსვლა, მაგრამ ზერა შეცვლილია. ანუ იმიდან გამოსულია გაურკვევლობიდან ჭეშმარიტებას თქვა მიაღწია და უკვე ჩამოდის ისევ ზემოთ, ხო? და ანუ ნადიმსაც ასეთი სტრუქტურა აქვს. ანუ როგორც თქვით, აგათონი არის მასპინძელი და ეს არის პლატონის ცენტრალური იდეა, ხო, სიკეთის იდეა. ანუ რა შეიძლება ითქვას ამაზე, ხა გარდა იმისა, რომ თანამედროვე ნევროტულ სუბიექტს ასე თქვა ეს ძალიან ეუცხოება ასეთი რაღაცები, ხო, რომ აი მართლა არსებობს რაღაც ეს სიკეთის იდეა. ან პლატონთან პირიქით არის და შემდგომ ნეოპლატონიკოსთან, პლოტინთან. ანუ როგორც ვთქვით, აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჭრეტით ხდება. სხვათა შორის ფრანგი ავტორია ანდრე ჟან პესტიუჟერი და ყველას ურჩევ მისი საკმაოდ სოლიდური ნაშრომია ჭრეტითი ცხოვრება პლატონთან. ის გძნობს უხელხულებას, რომ აი ეს რაღაცას ამბობს, აი რასაც წერენ ათონას, ეს არის მისტიური ბოდვები. და ამიტომ ცდილობს ძალიან ლოგიკურად, აი ძალიან რაციონალურად ესე ახსნას, რაც ნიშნავს ჭრეტა. ეს არის ერთი მხრივ განსწავლა და მეორე მხრივ ეს არის ანუ მორალური კათარზისი და ამის დამაგვირგვინებელი არის ეს ჭრეტა. და ანუ ახლა დეტალებში რა თქმა უნდა ვერ მოყვებით, ძალიან ვრცელი და აი ძალიან საინტერესო ნაშრომია ანდრე ჟან პესტიუჟერის. ხო, ანუ
გვირგვინი ამის არის ამ სიკეთის იდეის წვრეტა. და მინდა გავიხსენო გოგოლის სიტყვები. წუხელი იმის გამოა, რომ სიკეთეში ვერ ხედავთ სიკეთეს, ხო? ანუ ეს უნარია, ასე თითქოს დაკარგა რა თანამედროვე აი ცივილიზაციის ადამიანმა აი სიკეთეში დაინახო სიკეთე და ამით თითქოს გახარებული. ანუ ხან საერთოდ სოკარატე ასე სინათლე აქვს უსში და მუდმივად აი ლაღი არის და გახარებული არის, ხო? ერთადერთი სერიოზული არის მაშინ, როცა შეიძლება სხვა აზარავოს. ანუ ერთხელ მას აიძულებენ რიგით მოუწია მას მოსამართლეობა და აიძულებდნენ სხვების სიკვდილით დასჯას. და ახლა მაშინ რაღაცა შაყირის და რაღაც ეგეთი რამების ვარ და ანუ ერთ-ერთი მაშინ არის დანარჩენი, ანუ აი ძველი ქართული თვითონ უერცხლო არის. არც ფული აინტერესებს არც და ანუ აი ასე სულიერად თავისუფალი ადამიანი არის, ხო? ხო, და ერთადერთი გამონაკლისი ამ დიალოგში, ანუ როდესაც ეს მორთულმოხაზმული, ეს მანამდე ყოველთვის ანუ ქექშიშველად არის სოკრატე და ეხა საგანგებოდ მორთულმოხაზმული, ანუ უნდა ესტუმროს აგათუნს, ხო? ხო, სამწუხაროდ ვერ შევჩერდებით, ხო, ამ როგორც ვთქვით 7 სიტყვა არის და პლუს 1 ალგებრიადეს სიტყვა, ხო? უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია კომედიოგრაფი, კომედიის მამა არისტოფანეს სიტყვა. ნუ არისტოფანე ყובה ასეთ მიიქს, რომ არსებობდა ადამიანი გაერთიანებული იყო რა, ანუ ესეთი მთელი სფეროს ფორმის ადამიანები არსებობდა და შემდგომ ზევსმა ასე ვთქვათ ეს გახლიჩა და ეს ამაზე ძალიან ბევრს ანდროგინი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ლაკანიც ძალიან ბევრს საკმაოდ საინტერესოდ წერს ამაზე და ანუ ძალიან მომხიბლავად ეს პლატონი, ნუ უბრალოდ არისტოფანეს ალაპარაკებს, რა არის სიყვარული. სიყვარული არის ესე იგი ზუსტად იმის მოძებნა, ვინც არის ის დაკარგული მეორე ნახევარი. ანუ დაკარგვის შედეგად, ანუ სიყვარული არის ეს ძიება. ეს იმდენად მომხიბლავია, აი ჩემთვისაც აღმართოვანებელი იყო დიდი ხნის მანძილზე, ანუ რაც ამბობდი ხოლმე ყოველთვის, აი რა ეს არის. ასე მიმარჩინა და რაღაც. ეს არის აი ყველაზე ბოლო სიტყვა. ანუ მართლა თითქოს მეტი რა უნდა იყოს, ხო? ის ამბობს რომ სიმბოლო, რაც ნიშნავს, აი თქვა ზვალი რო გავტეხოთ, ანუ სხვა ნახევარი, სხვა ნაწილი ხო ზუსტად არ ჩაჯდება. ანუ ის ამბობს რომ სიმბოლო რაც ნიშნავს, ზუსტად ის უნდა იყოს, რა ჩაჯდეს და ეხლა ეს მართლა რაღაცა აღმართოვანებელი ადამიანის რომ ანუ მე რაც ანუ უნდა ვიპოვო ზუსტად ის, ვინც ესე ზუსტად ჩაჯდება რა ეს. კი და ანუ რატომაც არ ახლა ბოლო, ანუ მაინც ასე ხდება, რომ ამ შეხედულების ტრანსფორმაცია ხდება. ეს პლატონს გამოყავს ხო სცენაზე ალაპარაკის ადამიანის და ხშირად ციტირებენ. ეს არის ძალიან სარისკო საქმე. პლატონის ციტირება არის, არ ვიცი, აი, იმიტომ რომ ყველა სიტყვის მეერე შეცვლა ხდება, ხო? ამ შემთხვევაში ასე არის. ანუ დიოტიმა შემდგომ ამბობს ასეთ რაღაც. ანუ ეს ხო რაღაც ეზოთერული მოძრაობას ყავს, რომ თითქოს აი მეორე ნახევარი, აი მე ასეთი გამწვავებაც ხდება, რომ ეს თვითონ ადამიანშია ეს პოლუსები, ქალური და მამაცური საწყისები და ანუ მე უშუალოდ მეორე ნახევრის ზემანაც შეიძლება არ დამჭირდეს, ჩემს თავს შეიძლება ვიპოვო და ეს განთლიანება მაგალითად ეზოთერიკოსი და მისტიკოსი როგორ იაკობიუმე, ну ის ასე მიიჩნევდა და ის ამბობდა რომ ეს არის დაცემული ბუნების აღდგენა და გადარჩენა. ну ახლა ეს რელიგიური მოღვაწე იყო და ასე მიიჩნევდა, ხო? რომ ამ პოლუსების რაღაც გაერთიანება და რაც უცნაური რამე არის და აი როგორ ახდენს ამ თეზისის იგნორირებას დიოტიმას სიტყვაში პლატონი. აი ახლა რაც აღვნიშნეთ, ხო? ამ კავშირს რა მნიშვნელობა აქვს თუ ეს კავშირი არის დაფუძნებული სიკეთის იდეაში, აი თუ ნებოთ ეს ციტირებას მოახდენ, ხო? ხო, ანუ აზრი ეს არის, ხო, რომ ანუ ამ უბრალოდ თეზისით რაღაცნაირად თითქოს იგნორირებას ახდენს რა დიოტიმა შემდგომში.
და მნიშვნელობა აქვს ასე ვთქვათ ტრაექტორიას. სენტ-ეგზიუპერი ამბობდა, რომ ანუ სიყვარული არ არის მარტო ერთმანეთის თვალებში ცქერა, ის არის ერთი მიზნისკენ ცქერაც არის. ხო, სხვადასხვა დანტეს ღვთაებრივი კომედიაც ანუ ასე არის. ხო, ანუ ბოლოს ბეატრიჩეს კარგავს, ანუ ერთმანეთს კი ბოლოს უმზერენ თვალებში, მაგრამ ბოლოს ანუ ერთისკენ გადაინაცვლეს მათი მზერა, ხო? და ანუ ეს ტრაექტორია, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური დიოტიმას სიტყვაში იცვლება ვერტიკალური ტრაექტორია. ხო, ანუ დიოტიმას შემოაქვს ეს ეგრეთ წოდებული კიბის მეტაფორა. ხო, რომ ანუ ეს ასე ვთქვათ ადამიანური სიყვარული, ანუ ესე ვთქვათ ჰორიზონტალური ეს ვექტორი იცვლება და შემოდის ვერტიკალური ხაზი. და ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს არის ამაღლება. ამაღლების მეტაფორა ანუ ასეთ კლასიკურ ფილოსოფიაში, კლასიკურ ლიტერატურაში იგივე დანტესთან ეს არის უმნიშვნელოვანესი. ანუ ახლა შეიძლება დამოვიდნენ, აი, რაც ასე Facebook-ას სიმც არის რაც ბრძნული გამა რა თქმა უნდა, აი შენშია ყველაფერი და აი სიბიზნეს შენშია და ჭეშმარიტებულობას ხო, ანუ პლატონი ამას არავითარი, შენში არის უნარი, შენში არის წვდომა. შენ შეგიძლია წვდე და ჭეშმარიტება მიიწვდომება ამაღლებით. ანუ ადამიანის ზემოთ ეს არის ძალიან კაფრი დაფიქსირებული, რომ ჭეშმარიტების აწვდომა აუცილებელი არის ამაღლება. და აი ეს არისტოფანეს ეს ძალიან პოეტური და მომხიბლავი მითი ანდროგინების შესახებ რაღაცნაირად ანუ სახეს იცვლის დიოტიმას სიტყვაში და ამ კიბის მეტაფორის თქო გამოჩენით ეს ანულირებას უკეთებს რა ანუ დიოტიმა მის სიტყვას ხო ანუ და როგორც ვთქვით ეს საფეხურები თავდება ამ ხო შემოგვუნებით ანუ ანაზდეული გასხიოსნებით ანუ ბოლოს ამ ესე ვთქვათ სათნობის იდეის ჯვრეტილი. ხა სათნობის იდეას რაც შეეხება, ხო, ანუ პლატონმა ասენ რადიკალურად შეცვალა ამის გაგება. მანამდე იყო უფრო არქაული, აი, როგორც მოშურნე ღმერთი. აი, ეს შემდგომ სამწუხაროდ ესეთი გაგება გავრცელდა კიდეც. მაგალითად, რომის იმპერიაში, როცა იყო ოქროს საუკუნე, ოქტავიანე ავგუსტუსი რომის იმპერატორი რაღაც პერიოდი მათხოვრო. სულ მიკვირდა მეთქი რატო როგორ ახლა სოფლიო იმპერიის ბრძანებელი და ანუ მას უნდა ღმერთების გულის მოლბობა და თავი დამცირებით რა. ანუ ესეთი გაგებაა რომ ღმერთი შეიძლება ადამიანს შეშურდეს და ანუ აღაზევოს და შემდგომ დაამხოს. ანუ იმის აღაზევოს და შემდგომ დაამხოს, ხო? და ეს შეიძლება ღმერთის მოთხოვნა. ხო, ანუ ესეთი მოთხოვნა. ხო, ანუ ესეთი რიტუალი ხო, კი. და ანუ პლატონმა ტიმეოში ეს ძალიან კაფით დააფიქსირა და ეს შეხედულება შეცვალა, რომ სიკეთის იდეაზე წერს. უბრალოდ მინდა რომ ეს იდეა რაღაცა ის ძალიან განყენებული და აბსტრაქტული კი არა, რაღაც კონკრეტული ისინი შეიძინოს და შინაარსი შეიძინოს. და ეს ტიმეოში პლატონი ამბობს, რომ მან აბსოლუტურად არ იცის რა არის შური. ანუ ეს პირველად აფიქსირა პლატონთან, რომ სიკეთის ანუ უმაღლესი რაც არის, აი ის ამბობს, რომ აი ხილულ სამყაროში სადაც ჩვენ ცხოვრობთ, თუ დავუწყებთ ზებნას ანალოგიას, რაც არის იმ მიღმულ სამყაროში სიკეთის იდეა, მაშინ ეს არის მზე. ანუ მზე არის სიცოცხლის წყარო, ის ანიჭებს სამყაროს, და სიცოცხლის მის გარეშე წარმოუდგენელია და მიღმულ ანუ სამყაროში ესეთი არის ხო სათნოების იდეა, ხო? და მთელი პლატონური ფილოსოფია არის ეს, ანუ რადგან პირდაპირ ვერ ჯურეთ ჩვენ ამ იმას, ხო, ანუ გვაბრუნებს, ხო, მზის პირდაპირ და ამიტომ საჭიროა გრძელი გზა, ანუ მოკლე გზა არ არსებობს, ხო, რაღაც ესეთი გრძელი გზის გავლა, ხო? ანუ დიოტიმას სიტყვაში ხდება ასეთი რაღაც, რომ ანუ ამბობთ, რომ დაფუძნება არსებობს, ხო? აჯერ ამაღლება სიკეთისიდან და შემდგომ დაფუძნება. და დიოტიმ ამბობს, თუ აქამდე არ ამაღლდა ადამიანი, ანუ ის ნამდვილ სიკეთეს კი არ წარმოშობსო,
არამედ მოჩვენებით სიკეთესთან საქმე, ხო? და შემდგომ ჩემ და მოულოდნელად ანუ პლატონის ყველაზე ესეთი მოწაფე ანუ რომელიც იყო მისტიკოსი, ნეოპლატონიკოსი ფლოტინი და მოულოდნელად ფლოტინი ამბობს რომ არა ესეც კარგია, ანუ ეს მოჩვენებით სიკეთე, ხო? ანუ რაც სამქვეყნიური არის, ხო? ანუ შეიძლება ადამიანის ხელიანაც გამოდის არ არის ხო სულ ყოფილი არ არის იდეალური მაგრამ არ მოულოდნელად ეს მისტიკოსი პროდენ რომელიც მთელი ცხოვრება იმას ესწრაფება რომ უკან დაბრუნებულიყო და შეერწყმოდა იმ აბსოლუტს და უცებ ამბობს არა მე რა მოხდა ეს მოჩვენებით სიკეთეც კარგი არის ხო ასეთი ის არის ხო უცნაურობა ხო აქ ისეთი უამრავი რაღაცით მას შეიძლება ზოგი რაღაცეთი ანუ ეს არასერიოზულია, მაგრამ პლატონთან არის მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. აი მაგალითად ორჯერ მეორდება ამ დიალოგში, რომ სოკრატეს შეუძლია დალიოს რამდენიც უნდა. ანუ პლატონი არაფერ ერთ წინადადებას არ დაწეს თქვა და ორჯერ ანუ რას ქვია შეუძლია დალიოს. ანუ აქ ემაზეა ლაპარაკი, რომ ესე იგი ერიკ დოტსი ხო ინგლისელი პროფესორი და ის ამბობდა რომ სოკრატე არის ანუ პრინციპში იოგი არის რა ანუ იოგი როგორც სრულყოფილი იოგი როგორც აკონტროლებს თავის სხეულს და გონებას ესე არის სოკრატე და ანუ მას ეს თქო არ ეკიდება ვინო და ანუ ეხლა როგორც ვახსენეთ ხო ეს უკიდურესობები ანუ ჭირი ხინ ანუ ეს ნადიმი და ეს დილექსი ჩაგდებული სოკრატე იგი არსად თავს არ კარგავს ხო ანუ ესეც დამახასიათებელი არის ანუ იოგისთვის და მე მინდა ეს სტროფი გავიხსენო ვეფხის გავუსინდა ანუ არის ბძენი ვინმე მაღალი და მაღლა და ხედი არცა ხინილ ხინად ვიჩანს არცა ჭირი ზედაზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფინავს გონება უც ვითად რედი ანუ ვეფხის გავუსინს ეს სტროფი აი პირდაპირ ესე ასახავს სოკრატეს შეთქვით ძირითად ისებას ხო ეხლა გადავიდეთ ალკიბიადეს ის ზღაპარია ის რაღაცა კი გონდავს თვითონ ტრეკი კი ანუ თან აქ არის თან სხვაგან არის თან სხვაგან არის თან მიმართებაშია ხო თუ სწორად მახსოვს ეს როცა მონები ცდილობენ პირველად რომ მოხმეს ნახავენ და მონები რომ შეფრობას ცდილობენ გონი მანდ არის პირველად არიაც დაინახავენ რომ ტირის და პასუხს რო არ უბრუნებს არიელი მაგაზე ამბობენ არა იქ ის არის სხვაგან ის მისგონება მის ფანტაზს მაგაში კერება კი კი ტარიელს ის ვიაც ნედაცებული არის მაგ ეპიზოდში გასაკუთრებით მორალურად უფრო სწორად ძნებობრივი აი დასასრულს ამ დასასრულს აი ფსიქოანალიზის ყველაზე საინტერესო ეს პასაჟი როდესაც ალკიბიადე ყובה თავის ისტორიას სოკრატესთან მიმართებით ხო ანუ ეს ახალგაზრდა ლამაზი ალკიბიადე თვითონ როგორც ამბობს ანუ მან თვალი მოკრა სოკრატეში რაღაც საუნჯეს რაღაც განს და ცდილობს ამის დაუფლებას. ოღონდ რა გზით, ხო? ანუ სულს მასთან ფიზიკური კავშირი დაამყარებს და თითქოს ამით ეზიარება სიბრძნეს, ხო? და ასე ეტაპობრივად როგორც თქობა, ეტაპობრივად ხდებოდა ეს სოკრატესთან მიახლოება, ხო? ანუ თქვა დაპატიჟა თავის, ანუ ჯერ თქვა სხვაგან შეხვდა, მე ანუ თავისთან დაპატიჟა და რაღაც, ხო? ну ბოლო-ბოლო გამოუწყდა რა სპორტაჟი თან კაცი თვითონ ყურა არ ვიცი აი მე ყველაზე რაღაც ეს საფარცხე და რაღაც ანუ თანდას ყველას თანდასწრებით ანუ ეს უცნაური არ არის ხო ადამიანი დოსტოევსკის მოთხრობა არის ბობოკიფია და იქ არის ასეთი პასაჟი რომ რუსულად არის აბნაჟიმს ანუ გავშიშვლდე თუ ანუ ესე იგი ეს ისინი მოვიშოროთ რაღაც ყველანაირი თქვა კომპლექსია არის და ანუ ადამიანმა ცდილობს კარგად წარმოაჩინოს ხო თან და ანუ ესენი მოვიშოროთ ანუ რაც არის პირდაპირ თქვა თუ რა და ანუ ალკიბიადეს პოზიციაც ასეთი არის ხო და ამას რაღაცას ყვება რომ სოკრატეს თავაზობს თქვა მის ლამაზ სხეულს იმ სიბრძნის სასანაცვლოდ
და მისცა გასაოცრად გასაოგნებლად სოკრატე უარს ეუბნება და ეუბნება რომ შენ გინდა რომ სპილენძი ოქროში გამიცვალო და რაღაცა ხო ამის მე ეს ფსიქოლოგიურ ტრაუმას და შოკს მიიღებს გადარეული დაიარება და ეს რა მეტაფორა არის ეს ფროიდი ლაპარაკობს მაგალითად სამესეში სექსუალობის შესახებ რომ ანტიკური ადამიანი სექსუალობა ძალიან გავს ბავშვის პერვერსიულ პოლიმორფულად პერვერსიულ სექსუალობას რომ ყველა ტოლას აქვს თავისი ადგილი და არ არის ეს რაღაცა მათ შორის ჰომოსექსუალურ ტენდენციებსაც და ასე შემდეგ მაგრამ რეალურად აქ ეხება რაღაცა ანტიკურ სექსუალობას იქამდე ვიდრე მონოთეიზმი და ოიდიპოსი და ოჯახის სტრუქტურა ამ ყველაფერს რაღაცნაირად ჩარჩოში მოაქცევს ამ სექსუალობის გამოვლენებას თუ რეალ მეტაფორას წინამდებაში. როცა არქიბიადი თავაზობს თავის სხეულს ერთი მოხული აქტოვანებული იდეალიზაციას ახდენს რა სოკრატეს და თავაზობს თავის სხეულს. ოღონდ როგორც მასწავლებელს მოსწავლე და ცოტა უცნაური არის ამის გაგება რომ მხოლოდ ამას კონდეს რაღაცა ეს არის გულგულობა არქიბიადეს თუ არა საერთოდ საკმაოდ გავრცელებული მოსწავლესა და უფრო ესეთი საზოგადოება იყო ესეთი მამაკაცებისგან შემდგარი და ეს ურთიერთობა არსებობდა კი და პლატონი როგორ არის იცით პლატონი რასაც ამბობს აი ყოველთვის ცდილობს რომ დაასაბუთოს ესე რაღაც დაუსაბუთებლად არ აქვს მისთვის ეცახა ვახსენეთ რომ არის ონტოლოგიური სქემა მაგრამ ასევე არსებობს ანთროპოლოგიური სქემა ის ამბობს რომ არის და ამას ასევე აქვს გააჩნია პარალელი ფსიქოანალიზთან არის სულის ქვედა ნაწილი ეს არის უგონური ნაწილი სურვილების ნაწილი არის ნებელობითი ესე ფსიქოანალიზი ეს იდეა ego სუპერეგო და ხო ეგო ნებელობითი ნაწილი და ეს ლოგიკური ნაწილი და მისთვის მიუღებელია რომ ეს იერარქია დაირღვეს ამობრუნდეს და ის რაც უნდა იყოს დამორჩილებული და მართული იმ სიმასკერებს ამის ამპუტაცია შესაძლებელია სასურველია არ ის უნდა იყოს მართული და არა წარმართული ის თუ ამოუბრუნდა და დომინანტი გახდა ხო ეს არის მიუღებელი იმას კი არ ეუბნება აი ნუ იქნები ავხორცი ესეთი მოთხრობა არის ლეონიდ ანდრეევის სიკეთის წესები ქვია რა და ეს სრულფეხა ეშპრაკი მივახო ძელთან და უნდა გამოსწორება და ხო სვაი მინდა რომ სიკეთის წესები მასწავლებოდა ეს რაღაც ძველი რაღაც მზა რეცეპტებს აძლევს წადი ესქენ წავდა სულ არ გამოდის ესე როცა ეს სქემატურად უხსენ როგორც პლატონზე ხო აი ესეთი სტრუქტურა არის ეს არის ქვედა შუაზე ადამიანი უფრო კაფიოდ გებულებს ხო ეს მზა იმას რო აძლევს ავხორცობა არ ვარ ხო თქვა ასე რაღაცა უფრო ცუდად გებულებს ხო და ესეთი რაღაც მისთვის არის მიუღებელი უბრალოდ ეს რომ ეს ამოგვიწო აი როგორ თქვა ეს ხო აი აქ ძალიან ისეთი თანამედროვე ტექსტია აი ის ლაპარაკობს რომ ეს სფეროსებური არსებები ხო იყვნენ ქალი და ქალი კაცი და კაცი ქალი და კაცი ხო ამასამს რომ ეს სწრაფა მარტო ქალსა და კაცს შორის და ისეთი არის სამი კაცი და კაცი მაგ კაცი და კაცის ნაწილი ეძებს კაცს სამსახურში ჰომოსექსუალობა ფაქტობრივია და ჰეტეროსექსუალობასთან საქმე გვაქვს, როცა ეს მესამე სექტორი იწება თვალზე კაცი და ქალი ისინი ეძებენ ერთმანეთს. კი და პლატონისთვის მთავარი არის ესე თქვა აი პირველი ალკიბიადი როგორ იწყება შენ მას უყარხარ ვისაც შენი სული უყარს როცა შენ გამოსწორება უკეთესად გახდომას ცდილი ვისაც შენი სხეული უყარს ეს კი არ არის ესე თქვა სიყვარულის უმაღლესი ქონა არამედ სული როცა ის უკეთესად გახდომას ცდილობს ხო ეს არის პლატონური სიყვარული პლატონური სიყვარული არის თუ ჩავთვლით აი ადამიანებს შორის გულისხმობთ არის ასეთი მაგრამ ამავე დროს პლატონური ეროსი არის ასე თქვა აგათონის
ის ასე თქვა სიყვარული და ამაღლება. ანუ ეს ხაზი ხო, ასე თქვა ჰორიზონტალური და ვერტიკალური. პრინციპში რო დაუკვირდეთ, აი სახარებაში თქო, ქრისტეს რო ვიკითხებიან, რა არის ჭეშმარიტება? ხო, რას პასუხობს? გიყვარდეს, ღმერთი გიყვარდეს ადამიანი. ან ეს ორივე დაცულია ეს რა ეს ორივე. ხო და ან პლატონთანაც ასე არის რა, რომ ანუ ხო და ამ შემთხვევაში ამ დევიზში სწრაფო არის მეორე ნახევრის პოვა. მისთვის მიხედვით. ეგ არისტოფანეს ანუ პლატონის პოზიცია არ არის ეს. ანუ ეს ერთ-ერთი პერსონაჟი არის, ნუ რასაც შემდგომ ანუ ცოტა კრიტიკულად განიხილავს დიოტი. და ანუ დიოტიმასთან მის სიტყვაში შემოდის ეს აღმავალი ვერტიკალური ხაზი, კიბე, რომ ამ საფუძვლზე უნდა ახვიდე და ამ ზერა შემოაბრუნო. ამ ზერის შემოbrunებას უწოდეს აღზრდის ხელოვნებას. აიდეა ერთად. რომ ანუ ეს არის აღზრდა არის ეს რა. აღზრდის ხელოვნება. ანუ აღმასვლელად და ზერის შემოbrunება რა. ასეთი არის. აი ძალიან ცოტა თან თანამედროვეა და თან არქაულია. როგორც გავიქე, როგორც მოსმოდა, თვითონ ნელა ვაფორდებიან ჭეშმარიტებას. ყველასაც აუქოს. საოცრად ალკიბიადეს უშუალოდ ყველაფერი დაანგრევს. აქეთ როგორც ასეთო წინასწარი პურუს კიცება. ეს თქოს ერთიანი აღმასვლა, მაგრამ სადღაც ალკიბიადე შევა რომ ჩამოვარდეს თვითონ და სულაც ამის საშუალებას არ არის. მაგრამ ანუ ძალიან უცნაური აი ეს პასაჟი არის ესე თქვა საჯილდაო ქვა. ანუ თქვა პლატონეპოსების ხანაერად განმარტავენ, თქვა ლაკანის ხანაერად განმარტავს. ანუ სოკრატე რატო ეუბნება უარს ერთი ეს მაგრამ ანუ რას ეუბნება ეს შევა ასე გავიგოთ უარს იმიტომ ეუბნება რომ რაღაცენ პლატონთან არის მნიშვნელოვანი რომ ეს ინტენცია ანუ ცნობიერების ეს მიმართულება რაღაცა შემოგვიყვება საკუთარი თავი დაინახოს პირველი ალკიბიადა ასე თარდება რაღაცა თვალებში უყურება საერთოდ რომ რაღაცა ადამიანმა თუნდაც ხის თვალის ანალიზში საკუთარი თავი დაინახოს რა ამას თუმცა ეს ამ ყველაფერს სულ სხვანაირი ინტერპრეტაცია ხდება ლაკანთან ანუ ახლა როგორც იცით ეს სარკის მეტაფორა ვესტაზია და ხო თავშის ნაცვლად კი ანუ ეს ძალიან საინტერესო ხო მე ხა ძალიან სწავდი ანუ უფრო ავთენტური პლატონი მინდა ანუ ფილოსოფიაზე უფრო ბევრი ვილაპარაკე და უფრო ესე თქვენ გამოველი რომ ანუ ფსიქოანალიტიკურ წრეში თქვენ ალბათ უფრო საინტერესო დაინახავთ ხო ანუ ხო სარკის სტადია ანუ როგორც ლაკანთან ეს არის ეს ჩვილ ასაკში ადამიანი ხედავთ ამ თავის ანალიზს ცდილობს ანუ იდენტიფიკაცია მისი იდეალი ხდება მაგრამ ეს იდეალი არის მიუღწეველი რა მთელი ცხოვრება ანუ ასე ვთქვათ ესწრაფოს ამ იდეალს და ანუ ეს ამაოა ეს რა ლაკანის მიხედვით როცა თქვენ ალბათ უფრო კაფეში ჩამოაყალიბებთ ხო ამ სტადიას ხო ლაკანთან სარკის სტადიას ხო მაგრამ ანუ პლატონთან ასე არის რომ ესე იგი საკუთარი თავის განახვა არის აუცილებელი ამის ფუნქცია გააჩნია სარკეებს და ანუ თვალებში მწერას ხო რადგან სულის სარკმელი არის თვალი ხო და ანუ ახლა ასეთი რაღაცები ესეთ ტერმინები ახლა განეიტრა და სულის მაგალითად შემოვიდა თქვა ფსიქიკა ხო ახლა ეს უფრო არქაული პერიოდია და მაგრამ პლატონთან ასე არის ხო ანუ მასთან კონკრეტულად ქვია ეს არის სული ხო და ის გვეუბნება რომ ანუ სულს აქვს სტრუქტურა და ადამიანმა უნდა იზრუნოს ამის გაგებაზე და ამის გახვეწაზე. მაგრამ იცით როგორ არის აი ავიღოთ ეს ეთიკური 4 კარდინალური ფასეულობა, რაც არის პლატონთან. ეს არის გონიერება, ზომიერება, ანუ სამართლიანობა, გონიერება, ზომიერება, ხო, სიმამაცე თქვენ ახლა რაც აღნიშნეთ, ხო, ეს ყველაფერი აუცილებელია. ამ ყველაფრის ჯამი არის სამართლიანი. ანუ თუ ადამიანი მუშაობს ამ ფასეულობების გამომუშავების
ამ გამომუშავებას ცდილობს, ხო? ანუ მისთვის უკვე ისადგურა სამართლიანობა და ანუ მისთვის ბედნიერება არის ეს რა, ანუ ბედნიერი და ასე თქვა ნეტარი ადამიანი არის ის, ვინც ეს ასე თქვა განახორციელა, ხო? და ანუ სული რაღაც ესეთი აბსტრაქტული ან რაღაც ესეთი ფანტასტიკური რაღაც კი არ არის, ანუ როცა ამბობს პლატონი, ხო, სულს ამას გულისხმობს, ხო? აქვს სტრუქტურა და არის ეს ფასეულობები, ეთიკური ფასეულობები. და მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ეთიკური ფასეულობები არის მწკრივში. ეთიკური ფასეულობა არ შეიძლება იყოს ერთი. აი ადამიანებს შეიძლება ეს რაც გვავიწყდება და რაღაც, ხო? აი მონო იდეის, ან რაც მონომანიაკი როცა არის ადამიანი, რაღაც ერთ იდეას, აი თქვა სამშობლოს სიყვარულში კი არ არის ცუდი რამე, მაგრამ მიდგომა არის არასოდეს. აი თქვა აი რაღაც ძალიან წინ წამოწეულად პატრიოტი ადამიანი. ერთი ფასეულობა მან აიღო და თავარი გახადა. ანუ ეს არის დამახინჯება რა. იმ ფასეულობას რა აზრებ, თუ მას არ ახლავს თან სიკეთე, გონიერება, ზომიერება, სამართლიანობა. თუ ამას გამოაცილს, ხო მახინჯდება რა. ამიტომ ნიშნება აქვს მწკრივში უნდა იყოს რა ეს. და პლატონთანაც, ანუ სულზე ზრუნვა ამას ნიშნავს და ეს ფასეულობები და ეს სტრუქტურა. აი მე კიდე იმას ვიტყვი, რომ ანუ ეს სტრუქტურა ხშირად წარმოაჩენენ, რომ სამი არის. ანუ ეს ქვედანაწილი, შუა და ლოგიკური ნაწილი ზედა. მაგრამ ანუ მე როგორც დავინახე, ეს ზედა ნაწილი პლატონთან ორად იყოფა. აი ის ასე თქვა ან წვეთი ასე შეგოუწოდოთ კონე, ან შემოbrunებაზე რო ლაპარაკობს, ხო? მეოთხე ნაწილი არის ის, ანუ ლოგიკური ნაწილი იყოფა ორად. რა ერთი არის ისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჭირდება ადამიანს და მეორე არის ის, რითაც ჭეშმარიტებას წდება. აი იდეათა სამყაროს, რითიც არსებობს მთელი ეს პლატონური ფილოსოფია, ხო? კარგი, ანუ იმ პასას უახლოვდებით, უახლოვდებით მაინც ასე შორდებით. მახლა როგორც აღნიშნეთ, საჯილდაო ქვა არის, ხო? ბერძნულად ქვია უდეონ. ხო, ანუ ერთი ეს როგორც აღნიშნეთ, რომ სოკრატეს ეს ასე ცივი წყალი გადაასხა, ესე ვთქვათ, უარით გაისტუმრა ალკიბიადე. ეს შეიძლება, ну, პოზიტიურადაც დავინახოთ, რომ მან საკუთარი თავისკენ მიაგნა, ანუ პირიქით რომ მოხდარიყო, ის უფრო რაღაცა გონებასაც დაკარგავდა და ანუ არაფერი თვით შემეც, ანუ ფსიქოანალიზშიც ასე არის, რომ ეს ანალიზი შეწყდება რა, თუ მოხდა ეს კავშირი, ხდება ცხოვრებისეული კატასტროფა იყოს, მაგრამ ანალიზის ხო, ну, დამთავრდება ანალიზი. მოთხოვნაზე თუ პასუხი, ხო? დიახ, და ხო, აქაც ის არის კიდე განსასხვავებელი, რომ ანუ სურვილი ხშირად ინათლება როგორც სიყვარული. და აქ სურვილზე არის აპარატი რა, არა სიყვარული. სიყვარული უფრო სიყვარული ვინც უყვარს ადამიანს იმის სიკეთეზე ზრუნვას ნიშნავს და სურვილი უფრო ბოლოს ეს ალჩიბიეს შემოთავაზება ალკიბიეს არის ნარცისტული სიყვარულს. ნარცისტული არის. უკიდურესად ამაზე ამბობს სოკრატე. ესე იგი უარს რომ პასუხოს ამ ნარცისტულ მოთხოვნას. ანუ ანუ ამ სოკრატე უარს ამბობს ფსიქოანალიტიკურად რომ ვთქვათ, რომ გახდეს ობიექტი, რა, ანუ სურვილის ობიექტი რა. და ის რჩება, როგორც ლაკანი ამბობს, წმინდა ანუ მოსურვილი, ანუ სურვილი, ხო? ხო, ანუ წმინდა სურვილის, ესე ვთქვათ, რაინდი არის რა, სოკრატე. ხო, ანუ ესე სიყვარულის ობიექტზე უარს ამბობს. ეს ისე დეზირან, სანგებრო მოსურვილი, თორემ სუბიექტი რომელსაც სურს, თვითონ არის სურვილის სუბიექტი. დიახ, და აქ ეს სიტყვა ეს არ არა, ანუ ალკიბიადეს ეუბნება, რომ შენ სადაც გეჩვენება რა, რომ მე იქვა არ არა. ანუ და ეს არის ეს რაღაც საჯილდაო ქვა, ეს რაც ნიშნავს ეს არ არა. ხო, ანუ შეიძლება გავიგოთ ძალიან უბრალოდ, ის უბრალოდ თავს იმდაბლებს და ამბობს რომ ну არა ვარ და რაღაც ისეთი ჩაოლებრივი, ну აი არსებობს უფლება ყველა ვერსიას, ხო? ანუ არ არსებობს კიდე ასეთი როგორ არის ფაზე პირველ რიგში? ხო, ბერძნულად არის უდეონ, ამ სიტყვას ეუბნება რა, სოკრატე ეს არ გამოგეპაროს, რომ შენ სადაც გეჩვენება რაღაც მეიფარეს სიცარიერი რა. და ალკიბიადე თავიდან როგორ ყვება, რომ ეს აგალმა, ანუ რომ გახსნილ იქ მეთის ქანდაკება არისო, ანუ რაღაც ისეთი ლამაზესი
მაგრამ სინამდვილეში სოკრატესთან ცოტა სხვანაირად არის. ანუ რო გახსენე, სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ ის სიცარიელი არის. Iarăși, pe metafora a obiecte, o să zicem a obiecte, asta agalmaturi obiecte. Să zic, să obiceiul gasni și nit arisa es izrat განაპირობებს ჩემს სულს. და აგალმას მეტაფორას ვეთქვი. ანუ ეს სამი რეგისტრი რომ არის, ხო? ანუ უფრო თითქოს წარმოსახვით რეგისტრს მიეკუთვნება, ასეთი ნებადართი ფაქტია რა, რომ მას ესე იგი გონია, ანუ მისთვის ასე ვთქვათ, კონცენტრირებული არის აი ეს სურვილი, ეს სამყარო სურვილი, ვთქვათ სოკრატეში და ამის გამო ანუ ყველაფრისთვის მზად არის, ხო? მაგრამ სოკრატე ეს ყველაფერი იცის, რომ ალკიბიადეს ამ ტოლვას განაპირობებს ეს ილუზია, რომ თითქოს მას ანუ სოკრატეს გააჩნია ის, რაც სინამდვილეში მას არ გააჩნია რა. და ამოძრავებელი ძალა არის სიცარიელე და რომელიც ცდილობს შევსებას. და აი სოკრატეს პოზიცია ეს არის, რომ შევსება არ მოხდება, თქვათ ამ ფიზიკური სიახლოვით რა. სახელმწიფოში მაგალითად ასეთი მეტაფორა შემოაქვს პლატონს, რომ ანუ მატერიაზე შეიძლება, ხო? რომ არც ადამიანი ცდილობს რაღაც მატერიალური საგნებით აღწევას. და ანუ ესეთი ჯიშის ფრინველი არის, რომ როგორც შეჭამს, წამში კუჩი გადის რა, იმ წამს ინელებს რა და ამას ანუ აღწევას, რომ ეს კი არ ანიჭებს ადამიანს, არამედ ის სულიერი და კულტურული ფასეულობები. სოკრატეს ეს თან ხო სიცარიელეს ამოწმა, თანამედროვე ეს სისავსე გააჩნია, რითაც იზიდავს ადამიანს და ის ალკიბიადე ასე ვთქვათ ცდილობს იმას, რომ ანუ ან მატერიას და მატერიალს რაც ეკუთვნის, ანუ წყურვილის დაფაყოფილებას იმით ცდილობს რა. სამომხმარებლო ობიექტს. ის ნუ აი იმდენად ცელი თემა არის, ხო აი სურვილის დიალექტიკა, ხო რაც მიიძულს სულს, ანუ ესე იგი ვისაც უყვარს. ეს არის სხვისი სურვილი, ხო ანუ ეს აუტრე, ხო ანუ სხვისი სურვილი, როგორც აგალმა და როგორც სიყვარულის მამოძრავებელი ძალა, ასე ვთქვათ, ხო ანუ ლორენცო პიეზას ტექსტს, ანუ ეს თელამურანი სიყვარულის მამოძრავებელი ძალები. და აი სარტს აქვს საინტერესო განაზრებები ცნობილი ნაშრომიდან არის ოფერება და არა. ანუ ის განიხილავს თავისუფლების პრობლემის ჭრილში. და ის ამბობს, რომ ანუ ესე იგი შეყვარებული საკუთარ თავისუფლებას აუცხოვებს იმდენად, რამდენადაც სულს, რომ ის უყვარდეს ну, სხვა ადამიანს, რა, ვინც არის მისი. ანუ რამდენადაც ის სულს, რომ იყოს სიყვარულის ობიექტი სხვის მხრიდან, ხო? იმდენად კარგავს თავისუფლებას. ხო, და ეს თავისუფლების დაკარგვა, ანუ ანუ ალკიბიადაში ჩანს, ხო და ანუ რაც ერთი, აი თან ამ ესე ვთქვათ, წრეში მონათესავე სულები მაინც ეს სოკრატე და ალკიბიადი არის რა, ანუ რაღაც იდუმალი კავშირი არსებობს რა მათ შორის რა. ოღონდ რა არის და ახლა ვთქვით, რომ ისიც დემონური არსება, ანუ მოძრავი და ისიც ორივე, ხო? მაგრამ აი მიზიდულობის ცენტრი არის სხვადასხვა, ხო? სოკრატესთვის არის ეს ამაღლება, ზემოთ აღმასვლა, მაგრამ ალკიბიადეს იზიდავს ეს დემაგოგია, ანუ ასე ამბობს, რომ სოკრატესთან როცა ჭეშმარიტება მიზიდავს, როგორც მოშვედები, ეს კითია ხალხი, ანუ მას უნდა რომ მანიპულირება მოახდინოს მასებზე და ამ დროს კარგავს ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ მასაში და ბრბოში ჭეშმარიტება იკარგება რა, ანუ მერყევს, ანუ ის არის ხო, ანუ ეს სიცარიელი, მაგრამ ამ ვერსიასაც ვიტყვი. ესეთი და ეზოთერული და ვარფათუ
ასეთი მისტიური, ხო? ესეთი განმარტებაც არის. ანუ თუ გახსოვთ ეს პასაჟი, ეს არის დიოტიმას სიტყვა. ანუ ის რას ამბობს, რომ ეს ჭეშმარიტება არ წარდგება მის წინაშე ამა თუ იმ ხატის, ხელის თუ სხეულის სხვა რომელიმე ნაწილის, ან და სიტყვისა თუ ცოდნის სახით. ანუ ის არ არის გამოვლენილი, ხო? ეს არის, ესე ვთქვათ, ნეგატიური მეთოდი. ну ეს თეოლოგიაში ცნობილი მეთოდია ეს ანუ არის ნეგატიური თეოლოგია ანუ არა თქვათ განსაზღვრება თქვათ ხაების როგორც კეთილის გონიერის არა ატრიბუტი ხო ატრიბუტების მოშორება ყველა რომ ეს ყველა ატრიბუტი მაინც ესე ვთქვათ პირობითია ვერ მოიცავს ვერ დაიწევს ეს ლოგიკური ფორმულა და ამიტომ ამ ფორმულების მოშორება ხდება ხო იმანენტურ ნაწილზე დავიდა რაც არის არსება კი რომ ანუ და აქ ესე იგი მეგონა 20 ეს სიტყვა არის რომ ანუ ის არ არის არც ის და 20 ჯერ მეორდება ეს რომ ანუ ესეთი ნეგატიური მეთოდის გამოყენება ხდება ის არის მშვენიერება თავის თავად ხო არა გამოვლენილი არამედ ანუ თავის თავად ხო მშვენიერება და ანუ მისტიური ასე თქვა განმარტება მდგომარეობს იმაში რომ ეს დიოტიმას სიტყვაში ნახსენები ეს მშვენიერება თავისთავად, ხო? რომელიც არ არის არც ის, ანუ რომელსაც შეიძლება უწოდოთ არ არის უშუალო კავშირში სოკრატეს იმ სიტყვას, რა? ეხლა რომ საჯიდაო სიტყვა, დეონ, რომ ანუ მე ვარ არა. ის არის ესე ვთქვათ, ობიექტური არ არა, ის ადამიანის სულში მყოფი, სოკრატეს სულში მყოფი არ არა და თითქოს ეს არის საჭირო იქამდე ამაღლებისთვის, რა? ანუ სოკრატე რო ამაღლდეს იქამდე, ანუ მას უნდა გააჩნდეს ეს სულში რა, არა. ანუ ესე თქვა პირობითი იდენტიფიკაციები უნდა მოიშოროს. ეს არის ძალიან კამპიუტერი ლაგანის სუბიექტის კონცეფტი. სუბიექტი, ენის სუბიექტის, რომელიც ლაპარაკობს ამ ენის სუბიექტის მიღმა, და ეს ხვრელი არაფერი. ეს კონცეფტი პირველადი განდევნა არის და მერე იწყება სიტყვა, მერე იწყებს სუბიექტი ლაპარაკს, მაგრამ ამის უკან არის ხვრელი, სადაც ის ვარდება. მაგალითად ფსიქოზის ან აუტიზმის დროს. ესე იგი ერთი აღნიშნული სუბიექტი აღნიშნული სუბიექტი გამოხატავს სხვა აღნიშნულისთვის. ანუ მუდმივად მოხელტებული აღნიშნულთა ჯარში და არსებობს როგორც მხოლოდ მოლაპარაკების ობიექტი, იმის იქეთ არის არა. ამას ეს არის ლაკანიზმი, ანუ იქამდე ვიდრე სუბიექტი დაიბადება როგორც სუბიექტი მანამდე არის როგორც ვთქვათ, ფუნდამენტურად არასიმბოლიზირებადი ხვრელი. და ანუ სოკრატე თვლის რომ ის უბრალოდ დროებით იკავებს ამ სიცარილის ადგილს. ანუ ჟილდელიოს აქ შესანიშნავი სტატია როგორ ამოვიცნოთ დანიშნებით ამოვიცნოთ სტრუქტურალიზმი იქ ლაგანზეც დაუბრუნს. იქ იმას ამბობს რომ ანუ ეს აღნიშნულთა ჯაჭვი არსებობს და ამ ჯაჭვში ერთი რგოლი არის ეს სიცარიელი რა. და ეს ტრიალის და ეს არის ყველაზე თავი და განსაზღვრელი. აი ეს ერთი ეს კრისტიანო კონმარი ვინც ჩვენ მეგობარი ვინც არის და მან წაიკითხა ესეთი და მე მგონი ეს დელიოზის მეტაფორაც გამოიყენა, მაგრამ ესეთი ლექციების კურსი იყო, ქონდა მას ფსიქოზის ჩამთვლელი ფაქტორები და თქვა რომ ფსიქიკური პროცესები სუბიექტივაცია გარკვეული გამოცდილების, გარკვეული მაგალითად ბავშვის გაჩენა, მამად გახდომა, ცოლად მოყვანა, დანაკარგიდან ან პირიქით. გარკვეული გამოცდილება სჭირდება ის რომ ეს ახლა რეორგანიზაცია წარმოაჩენს საერთოდ და მოიყვანა ეგეთ მაგალითად რომ ჩვენ ბავშვებში ადრე მეც მქონია ეს რა თამაში იყოს ეს ციფრებია და ამოძრავებთ ამ ციფრებს უბრალოდ ერთი უჯრა არის ცარიელი და ფსიქოზის ჩართვა მან განმარტა როგორც
მომენტი, სადაც ეს ცარიელი უჯრა აღარ არის. ესე იგი არის მთლიანად შევსებული რეალობა, რაც იწვევს დისოციაციას. ანუ აღარ არსებობს ნაკლი, რომლის ადგილასაც მოდის ენა და სიმბოლიზაცია. ლაკარის გადასული სატურაცია ეს ეძახიან. ესე იგი მთლიანად შემოსალტულია უცბად რეალობა, რომლის სუბიექტივაცია, მეტაფორიზაცია აღარ შემოსა. ანუ შემდგომი სემინარი ანუ ფსიქოზი არის რაც უნდა კი, შემდეგ ორი სემინარი გვექნება, მეორე სემინარზე ძალიან ისე ზედაპირულად ყველა ლიაში ყველამ წაიკითხა და ორი სემინარი გვექნება და მე დასრულეთ. ხო, კულმინაციური ანუ ფასადი, ну, ადგილი ეს არის, ხო, ანუ როცა ეს ცილოს ალკიბიადე ხიბლოს სოკრატე უარსებუნება და ანუ ეს არის ესეთი პასაჟი, ანუ კომენტატორებისთვის ძალიან რთული არის რა ამის გამართება. ძალიან სხვადასხვავარი ინტერპრეტაციები არსებობს. აი, წაი თქვენ მაინც რა შეხედულებები აღიჩინეთ, ანუ პლატონი ასეთია, რომ ის მუდმივად ასე ვთქვათ უსურვებს ადამიანს, რომ მან დამოუკიდებლად ასე ვთქვათ შეძლოს აზროვნება, ანუ სახარებაში რო ბოროტი ძალა რო უნდა დაეცი და თაყვანი მეცი, ანუ ასეთი კი არ არის, რაღაცა კერპაზე, ანუ ჩაკეტილი. გახსნილი არის და ანუ ზოგადად ეს ახასიათებს ნეგატიურობას და ანუ სიკეთეს და ბოროტებას, რომ სიკეთე ესეთი არის, ანუ ის სხვას უსურვებს ზრდას, სხვას უსურვებს ანუ ერთი სიკეთე მე მგონი ბაჩნა ბრევაზის თარგმანი თქვა საკითხული სხვა დიალოგები ეს არ არის ამ წიგნში კიდევ არის სხვანაირი ცნობილი ყდა არის ძველი ისიც და იქ არის გამოყენებული სიტყვა სიქვე საკითხში იგივე მნიშვნელობით არის ამიტომ არა სიქველი სხვა ანუ არეთე სიქველი სხვა სიკეთე არის აგათონი კი, ანუ სიკეთე და საცნობი, ანუ ბერძნულად არის აგათონი. და სიქველი არის ეს 4 სიქველი. სიმამაცე, გონიერება, ზომიერება და სამართლიანობა. რუსულად მე დაბრაჯეთ. ხო, ანუ რთული არის ის სათარგმნელად. აი ეს კონფუცის ჟენ ადამიანურობა თუ რა მაგათ გავსი პლატონი და მე რა თქმა უნდა გავსება არსებობს მათ შორის ანუ თუნდაც ანუ პატლაუზი რო ამბობს რომ მოიფწყინეთ ვითარცა მარგალიტი მიხავ უბრალო ვითარცა ხო ანუ სოკრატეს ასეთი არის ანუ უბრალო არის და ანუ ესეთია ანუ მაინიცირებელი არის სიბრძნის სიყვარულის და ამ სურვილს უჩენს ბატონი თავის კითხვებს. პრიზმიდან რომ დავინახოთ პროცესის ამის მიღწევა ანალიზის ნიშნავს იმას, რომ მოხდეს ეგოს ნარცისტული სტრუქტურის დეკონსტრუქცია. სადაც მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი წინავდეს, სუბიექტი წინავდეს. ხო, როცა უბრალო არ მინდოდეს ძალიან ნარცისტული ეგოს წარმოსახვის ნარცისტული კონსტრუქციის დემონტაჟი. აი, სულ არმენის მოგოდი აი ესეთი ზღვა მასალა რაღაც მაინც დაგავიწყდება რაღაც რა აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რაც თქვენ შემოხსენეთ ეს გაუბრალოება და გამარტივება ხო ანუ ერთხელ მახსოვს თქვენ საუბრობთ რომ ანუ ადამიანი აი ისე თქვა ყველანაირად ყოფილად ყველა ხრივ რომ დაბუსტავს თავს ანუ ადამიანი იმასაც გააკეთეს იმასაც და ანუ ბედნიერი მაინც თქოს არ არის ანუ რა ვიცი რაც კი რაღაც რეცეპტი ანუ ყველაფერი შეასრულა
ეს ეგო ესეთ დაბუსტა და ანუ რაღაც ეს მაინც არ არის. თომს ეს ბედნიერება არ არის, ხო? და აი ის არის პლატონი ფიზიკოსი არის, მათემატიკოსიც, ლოგიკოსიც, მაგრამ ამავდროულად არის მისტიკოსი. მაგრამ ის ამ არ ასე თქვა მისტიკურ აზრს ძალიან ისე აი მოკლედ, აი თითქოს განკორით ეხება რაღაცას უცებ თითქოს რამდენიმე წინადადებ და ვცლად არა. აი პლოტინი ნეოპლატონიკოსი ამით განსხვავდება პლატონისგან, ის ძალიან დეტალურად და ვცლად აღწერს ამ ეგრეთ წოდებულ ამ მისტიკურ გამოცდილებას და პლოტინი ზუსტად ამას ამბობს. ის რასაც ღვთაებრივს უწოდეს პლოტინი, რასაც ქვია, ანუ ეს არის ემოციური აღმასვლა, აქ ქვია, ეს არის სილამაზე, ხო? ნადიმში. ამავე დროს სხვა მხრივ თუ შევხედათ, სხვაგან ქვია თქვათ თელი, ანუ თელი და მრავალი, ხო? აღმასვლა არის ერთი, ის ბოლო წერტილი, მაგრამ სხვადასხვა სახელი არის, ხო? თელთან აღმასვლა და თელთან დაუბრუნდება. და პლოტინი ამას ეს მთელი არის ნამდვილად ყველაზე მარტივი არსიდან. მასთან მისაახლოებლად საჭიროა არა ეს ძალიან გართულება, რომ ყველა ენა ისწავლა, ანუ ენის სწავლაში კი არ არის ცუდი ამას, მაგრამ ყველა ანუ რაღაც ისეთ ხო ესმის რომ აი ძალიან რთული ბევრი რაღაც გააკეთე. პირიქით უნდა წახვიდე, ანუ გაუბრალოებისკენ უნდა წახვიდე. თუ შემოუბრალო არ იქნები, იმასაც ვერ წოდები. იმიტომ ის არის ყველაზე აბსოლუტურად მარტივი. და აი ძალიან უცნაური რაღაც არის ეს პლატონური ფილოსოფია აი ანუ ზღვა ლიტერატურა არსებობს, აკადემიური ნაშრომები, მაგრამ აი რაღაც ზღვარი არსებობს, რომლის იქით უკვე პლატონს ვეღარ მიყვებია. და ეს ახლა როგორც აღნიშნეთ, ეს არის ეს აღმასვლა. ეს არის ჩვეულებრივ ადამიანის ყველაზე ძნელი. ანუ ეს სწორედ ეს იქცევა, ანუ აღმასვლა რა. ასეთი რთული ის არის, ну, რაც თუმცა ანუ ყველასთვის უფასი ავტორია რა. და კითხვა არ უდიდეს სიამოვნებაა. ეს არ არის რომ ტრაქტატები სადაც ერთ-ერთი რამოდენიმე ჯერ ერთ-ერთი პასაჟი დაიწყო. ნიყვები და ამ აზროვნების პროცესის თანამედროვე ხდება. თუ იქ არის 7 თანამედროვე კითხველი მერვია ფაქტურად. კი, აი ეს შეცერთო. შეიძლება გაღიზიანდეს ადამიანი, ანუ როგორი პროცესია, მეც მახსოვს რა თავიდანვე დავიწყე. ანუ რაღაც აზრი ხო შეგექმნება და ეს რა თქმა უნდა ეს ახარის ადამიანს. აი ეს არის გავიგე, ხო? მე როცა თურმე ასე კი არ იყო, ისე იყო და ესეც ხო გახარეს და მე მიდის მე უკვე სხვა ანუ მე შეიძლება გაღიზიანდი ადამიანი რა, ანუ ეს არ მთავრდება რა, რაც ქვია ეს და ანუ აი ამიტომ გაჩნდა ეს ვერსია რომ არსებობდა ანუ რაც ის ეზოთერული სკოლა, პლატონის აკადემია და ეს რაღაც დებულება, ისეთი რაღაცა არის, რომ თვიცებაც შეიძლება უსასრულოდ უარყოფას და ანუ ისეთ დებულებას და ისეთ ფორმულას ვერ ითქვეს ადამიანი, რომელიც უარყოფას არ შეიძლება რა და ამის პირობითობასაც განაცხადებს რა ადამიანი. ეს ადამიანს პლატონი რა ძალიან ის არის, აი ერთი ბიზანტიელი ის მოაზროვნე ეს ციცაბო კლდესა და პერვერსიული დიალოგი ფუნდამენტურად განსხვავდება მაინც იგი ასე სიმბოლური რეგისტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უარყოფა და ყველაფრის დამტკიცება ერთდროულად შეუძლებელი. საბოლოო ჯამში ესე იგი ქართული ენაზე რო არის, ან პლატონის დიალოგები არ არის, ქოთანს ხუს საითანად გინდა იქიდან მოაბა. ეს არ არის. რაც ახასიათებს პერვერსიულ დიალოგს, თორსა მე ერთს ვამტკიცებ, ჩემი მოპაექრე მეორეს და როგორც მე კუთხეში ვარ არგუმენტები მოსწრებული, იმის უნდა ყოლო ყოველთვის გამოსავალს აბსოლუტურად პერვერსიულს, ესე იგი დიალოგის რაღაცა ტონიდან სოფისტიკა ზუსტად არის ვარდები ამ ქვემოთ ან ზემოთ, სადაც მოუხელთებელი ხდები ოღონდ არა ჭეშმარიტების ძიების ასე ვთქვათ სიყვარულით, არამედ აზროვნების გარყვნილების ხარისხით. შეიძლება ასე. რაც საბოლოო ჯამში ახლოს დგას პერვერსიულ და პარანოიულ, ანუ ფორმებთან ყველაფერი ბოლოს ფიქსეიცი. ხო, ამ გამოსცემ მაგალითად მთელი ეს დემაგოგია და მთელი ეს პროპაგანდა სწორედ აგებულია თითქოს მსგავს ლოგიკაზე, რომელიც თითქოს დიალოგსაც გულისხმობს და დასკვნას საბოლოო ჯამში, რაც არის დასაწყისშივე ძირშივე რაღაცა ცუდად დაწყებული
არასწორად დასწავლო. და შეიძლება ამას უზო პლატონის დიალოგთან მოსე პლატონის დიალოგის პათოლოგიური ვერსია იქნებოდა პერვერსია, სადაც ხდება დაუსრულებელი რა თქმა უნდა, ამიტომ რომ აქ სრულდება და გარკვეული აზრი რჩება. არის რამოდენიმე ვერსია სიყვარულის შესახებ, თქვა ნალიმში და საბოლოოდ მაინც ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც სოკრატე. ან ნაკლებად, ამიტომაც უმნიშვნელოვანია ანდროგინის ნივთი და ასე შემდეგ. ყველას რაღაცა თავის სიმართლე აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ არის პროცესი, რომელსაც არ აქვს სასურველი აკუიატებული განმეორება. აი, ამიტომ არის ბოჭკა თოიდის ფილოსოფოსაც არის ამას რომ ფილოსოფია ყველაზე მეტად შეესაბამება სიტყვის ცხოვრებაში პარანოიდს. ამიტომაც არის რომ ჩვენ ნახეთ რამოდენიმე პარანოიდი ფილოსოფოსი ახლა მეც რაღაცებს ლაპარაკობს და პრობლემაშიც არის თითქოს ლოგიკური მიზეზი. ეს ფელი სუპარული ან სიმართლის ძალიან ბევრი ამის განსაზღვრება გადამწყვეტი. პრობლემის რაც ლაპარაკობს ადამიანი შეიძლება იყოს ახლა ესეთი პერვერსული და ესეთი და კიდევ პლატონის დიალოგებში განსხვავებით თქვა აი ამ დოქტრინალური სისტემის ფილოსოფიაში რა თითქოს არ არსებობს თავით ვერ წმენა რის დამტკიცებას მემინდა. ანუ როგორც დაარსებობს ეს შობიარობის პროცესი ეტაპობრივი რამაც უნდა მივიყვანოს გარკვეულ შინაარსებად. ეს არის ძალიან თული პრობლემატური საკითხი, ანუ ცოდნა რას უშუალოდ რა პლატონთან. რა სტატუსია ცოდნა? ხო, არა, ეს არის აი შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი საიდუმლო. ანუ ხო, აი ცოდნა თითქოს მიიღწევა და იბადება, უკვე აი კონსტრუირება კი თითქოს უკვე სრული საფეთებია. უბრალოდ იქამდე უნდა მივიდეს ადამიანი. და მე აი მიშარია თანშობილი იდეების და გახსენება რომ არსებობს ეს, რომ თავარია რომ მივიდია. კი, და აქედან მოდის ეს მეტაფორა, რომ ცოდნა გახსენება. მაგრამ ეს აი უხერხულობას თანამედროვე კვლევარი იმიტომ რომ არ იყოს ის მოცემულობაში, მაშინ მე ვერ მივიდოდი კი, ანუ ცოდნა პლატონის უხეთ არის ყველაზე ღვთაებრივი, ყველაზე ყველგანყოფი, ყველაფრის განსაზღვრავი. და ანუ ის რომ არ იყოს ცოდნა ну არც სამყარო იქნებოდა, არც ადამიანი არ იქნებოდა. ფსიქოანალიზის სიტყვა გახსენება მნიშვნელოვანი ის არის. კი, ბედონში ეს და მენონი არის დიალოგი, ხო, უბრალოდ სადაც ეს პროცესი მიდის. так, ამბობს პლატონი, წერს, რომ ცოდნა ეს არის გახსენება. თუმცა აი კიდევ მნიშვნელოვანი რა არის, რომ არის თუ არა მაშინ ეს სამფლობელო ცოდნის არაცნობია ისწავლი. ხო, არა ჩვენთვის ძალიან ხო, ანუ მაინც ესე გამოდის, რომ არაცნობიერი სუბიექტი, რომელიც ლაპარაკობს ანალიზში, ოღონდ არა ego. რომელიც ლაპარაკობს სიზმარში, სიმპტომში, წამოწდენის გამო. მაგრამ აი თითქოს პლატონთან ასეა, რომ აი ამ ქვეყნად ადამიანი ვერ ახდენს მაინც სულფოფოსს და ახაც ესეთ რომანტიკული იმედს ამხარეს, რომ სულფოფოს უფრო სიკვდილის გარდაცვალების შემდეგ შეიძლება. ამიტომ მოგის, რომ ფილოსოფოსობა ესაა კვდომა, ეს არის მზადება სიკვდილისთვის და აი ახლა თითქოს მნიშვნელოვანია ის, რომ ანუ ეს რადიკალური ესე თქვა შემოbrunება რო საუბრობთ, ანუ ჭეშმარიტების საწვდომად საჭიროა რომ ამ მრავალთა საგანს, ანუ გამოქვაბულის მეტაფორას, რომ ზერა აქედან მოაბრუნოს ადამიანმა, ეს იგივე გარდაცვალება, იგივე სიკვდილია ეს. ხო, ანუ ესეთი არის, ანუ ახლა ეს საინტერესოა თვითონ ამ ურთიერთობაში, აი ალკიბიადესა და სოკრატეს ურთიერთობაში ეს რამდენად არის
თანადოს თითქოს ასეთ შეიძლება დავინახოთ, რომ ასეთი ლაკანის სემინარი რომელიც განგაში თუ შეიძლება ითქვას ხო განგაში ესეთი ანუ იქ არის ეს ისტორია ანუ შუა საუკუნეების წმინდანი იყო ეს ლუჩია წმინდა ლუჩია და ანუ უყვარდა ვიღაც ახალგაზრდა კაცს და ცდილობდა მის ცოლად მოყვანას ანუ ეს ახლა რელიგიური ადამიანი იყო და ანუ არაფერი ოჯახში და მე უთხრა ბოლო-ბოლო ყველაზე მეტად ჩემში რა გიყვარს რა გიზიდავს ანუ ამბიც უთქვამს რომ თვალები მიყვარს ყველაზე მეტად თვალები მიზიდავს ну ახლა ეს ქრისტიანული ასკეტიზმი ხომ იცით თვალები ამოითხარა ლანგარზე დაულაღა და მივხვდა რა ახლა ანუ საერთოდ შუა საუკუნეების ასეთი ჟანრი არსებობდა ეგზემპლარი ნიშნავს რომ ანუ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს ეს ამბავი ანუ მართალია თუ არა მნიშვნელობა იმას ეს ანუ მაშინ უთვლებოდა რომ ადამიანმა უნდა იზრუნოს სულის გადასარჩენად ანუ სულის გადასარჩენად რამდენად გეხმარება ეს ამბავი ამას აქვს მნიშვნელობა და არა თქვა რეალურ ფაქტს სხვადასხვა ეს შეიცვალა დღეს ახლა ხედავთ რომ აი ახლა ტელევიზიაში ნუ მას აი ეს რეკლამები მოდის ახლა სულზე ზრუნვის მაგერი დაწნაურდა სხეულიზე ზრუნვის დაწნაურდა ხო აი მაგალითად პლატონთან თუ სული არის ჩავარდნილი სხეული არის საპყრობილი მიშელ ფუკომ მე-20 საუკუნეში ეს შეაბრუნა და თქვა რომ პირიქით რა ანუ სხეულის საპყრობილი არის სული ანუ ნევროზის გამომწვევი ეს კატეგორია ნევროსი წეს ადამიანში და ესე ვთქვათ ის შეიპყრობს და ატუსაღებს რა ბორნოს და იმიშება ხო ანუ ეს კატეგორიები შეიცვალა მაგრამ ну შუა საუკუნეში და ანუ ძველ სამყაროში ასე იყო რომ პრივილეგირებული იყო სულის კატეგორია და სხეული დაქვემდებარება ახლა ეს ძალიან და აი ლაკანმა აი უკიდურესად აი მადრიდის პლატონის ქრისტიან არ რასაც რა არიცოდა მაგ ადამიანმა რაზე შეიძლება ითქვა ყველაფერი იცოდა ყველა ანუ ისიც იცის რომ რა განსხვავება არის თქვა აი სხეულზე პლატონი რას ფიქრობს და ქრისტიანობაში როგორ არის პლატონიზმში ხდება სხეულის მოშორება აი ეს აქაც ჩანს ანუ სოკრატე პრინციპში მაგით ეუბნება და უარს და პლატონის ლაკანი ამბობს რომ ამისათვის საჭიროა ცოტა სისასტიკე რა დაუნდობლება ახლა ეს რაღაც ისეთი გულჩილობა და რაღაც არა რომ ანუ თავარი პლატონიზმში არის სხეულის მოშორება და ეს ადამიანს უგონოს რომ ქრისტიანობაშიც ასე რომ ქრისტიანობაშიც თავარი სული და ანუ სხეულის მოშორება ასე არ არის ქრისტიანობაში ხდება სხეულის აღდგენა და ანუ სხეულის სული ანუ ფერიცვალებას აქვს მნიშვნელობა რა ასე გადაგადავარია აი როგორც არის და მე ამას ვამბობ რა ხო ამას აქვს მნიშვნელობა და ანუ ეს რაც მოყევით ახლა ხო ასეთ ჟანრს განეკუთვნება ანუ ეს მართალი იყო თუ არა ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს ჟანრი ეგზემპლა რომ ანუ ლუჩიამ თვალები დაითხარა და ანუ მიუტანა ეს ლანგარზე დაადო და მიუტანა ხო ამის ხო ну ანუ ასე შეიძლება დავინახოთ ეს ყველაფერი რომ იმ ბიჭზე ხო იმ შეყვარებულზე მიცექ ხო ამ ლუჩიაზე შეყვარებული აი რა ეფექტს მოახდინა ამ თვალებიდან ამ ბუდეები თვალები აღარ არის ხო ანუ ლაკანის ერთ-ერთი რეგისტრი რომ არის ხო რეალი ამ შეხედა ამ რეალურს რა ანუ ეს პასაჟი ვთქვით ახლა საჯილდა უკვე არა რომ ამბობს სოკრატეო ასე თქვა აწმილებს ხო მას ალკიბიანს რეალური რომ სულის მიღმა ხო ანუ თვალები როგორც ობიექტი აკალმატური ობიექტი რომელსაც თუ ამოთვი იქით არის როგორც არის იშლება უბსკურული რეალობის უკვე ანუ ეს არის ანუ ლაკანთან და პლატონთან რეალობის გაგება თუმცა ანუ თანამედროვე ადამიანისთვის და ლაკანისთვისაც უფრო რაღაცნაირად როგორც მეორე სემინარში ირმას სიზმარზე როდესაც ფროიდი უყურებს ირმას სინჯავს ირმას ყელს და იქ არის თეთრი ლაკა და ლაკანი უშევ რაღაცა რაც არ სიმბოლიზდება რეალურად ხო არ ექვემდებარება საშუალებას
ხო არ არის კითხვები? თვითონ წაიკითხა ბოლო დროს. საინტერესო იყო ფარვარ ახალსაჯოშმა ადამიანებზე. მე ერთმანეთს პოულობნენო ვერაფერს ვეღარ აკეთებდნენ, ესე ეხლახებოდნენ და სხვას ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდნენ და მე შეეცადაო და მოიფიქრა ესეთი რაღაცა, როცა სპეციალობამ შემოუტრიალა და ერთმანეთს ანუ გახლეჩის შემდგომაც მაინც ვერ იმაში ან კავშირს ვერ ამყარებ. ანუ მერეც ეგრე არის. ანუ მე ეს ოპერაცია გავუკეთდა ზევსის მიერ და აქაც არის კი საინტერესო მომენტი ფსიქოანალიზის, რომ ანუ თითქოს ეს ოპერაციული ჩარევა, ან ეს რაც შემდგომ ნაჭრილობას ტოვებს, ხო? ეს რაღაცნაირად მოქმედებს რაც ქართული პასაჟია, ხო? კაფეოდ აღარ მოხდეს. მაგრამ თუ არ ვწდები, აი მარკიზ დე საზელის ლაკანს მეათე სემინარი, პოეტიკა. აი შეიძლება ნაჭრილობის შესახებ. ანუ მე შენ მიყვარხარ და ამიტომ მოვაქალ. აქცენტით რაღაცა. ანუ დაგჭირი რაღაცა ისეთი არის. ანუ სადისტური იმპულსი აქვს ადამიანს. ამბივალენტს. და ამას უკავშირებს. ანუ რო თითქოს ამ სექსუალურ ნებას უკავშირებს ამ ოპერაციასთან ნაჭრილობას. ანუ ეს სამწუხაროდ ამოვიწყდა, მაგრამ პროცესი კიევას ნასკომშიც არის. ანუ ბოდიში არის. ან დაგაცემ რაღაცის თქმა თუ ბოლომდე თითქოს არის. ეს ფანტასტიკა აღარ მახსოვს. მე პირიქით ისე გავუძე რომ ეს რეალურად მან აღარ ამიჩი ის არის რომ ის იქნება და შემდეგ დანარჩენი როგორც სიუცეთობინარ მომიტოვა ეურო შეეცადა და ეს ნაწილში ამბობს რომ პოულობდნენ ერთმანეთსო because სენტიმეტრად ხლართებოდნენ და ბავშვი არაფერს ვეღარ აკეთებდნენ ერთმანეთს იქიდან მოჩვიო და ეს ჩემთვის თვითონ ავედინე იქით რომ რაღაცა როგორც ვთქვათ და სოციალურ და სექსუალობაზე რომ შემდეგ უნდა მოხდეს სასიარულო მაგალითად რომ ეს ძალიან გარშენა ფსიქოსში რეალურად, ხო? ხო, ანუ ასეთ შეიძლება მიჩის რომ ფსიქოანალიზი კულტურაში რაღაც ვისაუბრო. მაგრამ ანუ ასეთ შეიძლება ითქვას ალბათ რომ რეალობა საბოლოოდ წდება ის ადამიანი, ვინც განიცდის კასტრაციას. თუ ეს არ მოხდა, ანუ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ანუ პრობლემות არც ოპერაცია, არც გახლეჩა, არც ნევროზი და არც არაფერი, ხო? ასეთი ადამიანი რეალობას ვერ წდება. ანუ ესეთი და ანუ თუნდაც ეს პასაჟი, ხო, ეს გაწმილება. ეს ფსიქოლოგიური ტრავმაც არის თავისუფლად, ხო, რაც ალკიბიადის მიაყენა. ხო, მაგრამ ის რეალურს ვერ წდება. ეს არის მოხმარებელი, არის აი პლატონთან ერთი მეტაფორაა, რომ გახვრიტილი კასრი და მოხმარებელი ადამიანის მეტაფორა. ადამიანი როცა სამყაროს უყურებს მარტო როგორც ის კასრი არ აღიარება, ეს ადამიანი არ არის. ანუ ესეთია. ანუ ვისაც უდად ეჩვენება სიადრეში შეგო კარგი არის და ტრავმა კასტრაციის კომპლექსი, იმიტომ რომ ეს შევა როგორც გამოწვევა და
საკუთრ არ ძალისხმევა. ისე პიროვნება არ ყალიბდება. ფროიდიც მახსოვს, ასე ამბობდა, რომ ანუ ადამიანის პიროვნების ისტორია ეს არის მისი რეპრესირების ისტორია. მისი პიროვნება ვერ ყალიბდება. აი აქ არის ზუსტად აი ქართული დავიკითხე მე როგორც მოგვიყვება და როცა შუა დაწყებული აღმოჩნდა ისწავლე თითოეულმა ნახევარმა მეორე სკოლის განხილებულმა ძებნა დაუწყო თავის ფოკუსს. შეფერდით ასეთმა მაგალითად მასმედობდნენ ისინი და ეს ადრე ჩახურული კვლავ ინტერესა ქცევის სურვილი იქოცებოდნენ შიმშილის და უმოქმედებით. არაფრით რადგან არაფრით გაკეთება აღებოდა თუ ერთმანეთს. და ხო, რეალურად ეს საქმეა. ძალიან საინტერესოა მადლობა. არ გიქნება თუ საფულში ან გაზაფხულის ბოლოს როგორც თქვით ჰეგელზე და საკანდა მეტრიცა და პლატონისა და მონის დიალექტიკას უხდება ერთი. შეხედავ ჩვენ თუ მომზადებით გამოგზავნე ბიბლიოგრაფიას პასაჟებს მაინც რაც არ ვკითხოთ ერთთან და მეორესთან. მე მგონი რომ ძალიან ერთი-ორი წუთად თუ გამოგზავნე სიამოვნებდა ძალიან მაგალითად ივნისში რო დავგებოთ ან მაისის შუა რიცხვებში. ინტერესით და სიამოვნებით. როდესაც მესამე სემინარზე ვისაუბრებ ფსიქოზე და დიცხვაზე და აი იქნება თუ აი ეს ფილოსოფიური ნაცვლად კანტთან და მისი დამოკიდებულება ჰეგელთან რაღაცა ჩვენს ლევანდელ და მომავალ პროგრამაში არ უნდა იყოს. ანუ აი ლაკანი ეს კლასიკურმა ფილოლოგიამ თან შეიძინა, მაგრამ უფრო მეტი დაკარგა, ანუ მარტო მაგნატურების წასული იყო ლაკანი. უფრო დიდი ფიგურა იქნებოდა კლასიკურ ფილოლოგიაში. ისე უყვარს, აი ამას ვერ მალას, აი რაღაც სიამოვნება რომ შეძლოს და პლატონი იქნება სოფოკლე, ესე თქვა ევრიპიდე, აი ახო ეთყობა ადამიანს რა როცა უყვარს და აი იმდენ ღმრდის ის და ეს ნუ უყვარს და იანს წინვალებით ეს ყველაფერი. მაშინ ხოთელი გასამართლეში ჩემ თანზვანელი სამაგისტრო პროგრამა თქვა სოფოს ფენოლოსო უიშვიათესი განათლების მქონე ადამიანები ისეთი რამეები ისეთი არაბული კულტურის კვლევარი არაბული კულტურიდან ისეთი რაღაცები ისეთი ციტატების მოყვანა რომელიც იმდენად იშვიათობას წარმოადგენს მაგრამ ძალიან სპეციალისტი ვარ რაღაც მიმართულების შეუძლებელია რომ იცოდეს ლაკანი იცოდა თან სემინარებს ის პროდუქტი დეპრესიული რჩეს პოპულარობის აი ეს ანუ რასაც თქვი ლაკანს რა თქმა უნდა არაკნინებს. ნუ აი თითქოს თანამედროვე ადამიანის ეს სოფხედულობა ის წერტილი საიდან წამოდის უფრო შეცვლილი აი ერთი და იგივე რაღაც დაგება პლატონთან სხვანაირად გეტყვი. აი თქვა სათნოების იდეა მისთვის არის ყველაფერი აღმაფრთოვანებელია. აი მზადა ნუ ყველაფერი გააკეთოს, ხო? ლაკანისთვის ფიქცია არის. იგივე თქვა არ არა, ხო? ანუ აღმოსავლეთ კულტურაში არის, ეს არ არა, ეს პირიქით აი ჩინურ ან იაპონურ მხატვრობაში ეს არის ისეთი ობიექტი, ანუ რომელიც იწვევს აღფრთოვანებას, ანუ სურათში ნახატი კი არა, თქო, ნახატი იმისთვის იქნება, რომ იქ სიცარიელე გამოცეს და ეს არის აღმოფრთო ეს ლამაზია, ეს რა კარგია ეს სიცარიელე, ხო? და აი თანამედროვე ადამიანის თავის სიცარიელეს წარმომშობის გენერატორი და იგივე ეს უკვე ბატა ლაკანზე არ არის ახალს დინას ჰაიდეგერი ანუ მათთვის ეს არის ალბედით შემოძა ეს ეს მაღლა არ არის მაღლა სიცარიელე იმათთვის პოზიტიური არის და თანამედროვე ადამიანისთვის ხო აი აღმოსავლეთ ფილოსოფიაში ეს სიცარიელეს ნება და
მეგობრული საერთოდ გასწავლების სხვადასხვა რამეზეა. ხო, შეიძლება სწავლდეს. მაშტავს ვეთ მაგრამ რომ გამიძელით თურმე სულად გამომივიდა ჩემი ბრალია და თუ კარგი იყო ჩემ საუბარში რამე თქვენი დავსახურებ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა ბატონო დავით. ეს შემოჩა კვადრატი. მაშინ ეგელთან და ლაკანთან. მანამდე რაც ბევრი გამოსწორებული. ყოველთვის სიხარულით სიამოვნებით მოდივარ თქვენთან და მადლობა დიდი.